გამარჯობა, ეთერშია ბიზნეს პოდკასტზე, მე კი მის წამყვანი ლევან კურცხალი ვარ. პოდკასტს ახორციელებს რადიო ჯიპა და დღევანდელი პოდკასტი იქნება ყველაზე ანტრეპრენერული პოდკასტი, რადგან დღეს მესამე ეპიზოდში განვიხილავთ ანტრეპრენერ ჯორჯიას დაფუძნების ისტორიას. და ჩვენი სტუმარი არის ანტრეპრენერ ჯორჯიას დამფუძნებელი გიორგი შარაშიძე. და ვფიქრობ, რომ დღევანდელი პოდკასტი ძალიან ინსპირაციული იქნება ჩვენი მსმენელებისთვის და მაყურებლებისთვის. გიორგი, გამარჯობა და მადლობა, რომ მოხვედრით პოდკასტში. მადლობა მოწვევისთვის. გიორგი, რას ნიშნავს ანტრეპრენერობა შენთვის? კარგი კითხვაა. მაშინ როდესაც ანტრეპრენერს ვაფუძნებდით საქართველოში 7 წლის წინ იყო 2018 წელს და მინდა გითხრა რომ ალბათ თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა იცოდნენ თვითონ ამ სიტყვის მნიშვნელობა, ანტრეპრენერობის მნიშვნელობა და ამაზე ალბათ ცალკეც გექნება კითხვა და ვისაუბრებთ. ამიტომ თავად ეს კულტურა რომ საუბრობთ ჩვენ იმას რას ნიშნავს ანტრეპრენერობა და ასე შემდეგ, ესეც ახალია საქართველოსთვის, იმიტომ რომ რეალურად ეს ტერმინი პრინციპში არც არის ქართული სიტყვა, ეს უნდა ვაღიაროთ. კი ბატონო. რომ არ არის ქართული სიტყვა. დამკვიდრდა. მისი კი დიახ და ვფიქრობ რომ ამაში ჩვენი წვლილი არის და ამასაც მე კიდე ცალკე ავხსნით. პირდაპირ თარგმანი ეს არის მეწარმე. ხო, რასაც რა თქმა უნდა, არაფერს არ ვერჩით და მშვენიერი ქართული სიტყვა და რა თქმა უნდა ზოგადად მხოლოდ პატივისცემთ ქართულ ენას, მაგრამ რეალურად არ ნიშნავს მეწარმე იმას, რაც არის ანტრეპრენერი, ხო? განსაკუთრებით აი საბჭოთა პერიოდში ეს მეწარმეობა არ იყო ის, რაც რეალურად უნდა ყოფილიყო და ცოტა შეიცვალა კიდეს, ანუ ცუდი კუთხით წარმოჩინდა და განვითარდა ეს თემა. აი ეს გვახსოვს ჩვენ ეს რუსული ტერმინები, რაღაცა ძელეცები, ცეხავიკები და ასე შემდეგ, ხო? ხალხი, რომელიც ძირითადად აი ფულის შოვნასთან იყო ასოცირებული და დაკავშირებული და თან, ფულის შოვნა კი ბატონო, მაგრამ თან არალეგალური გზებით, არასწორი გზებით, მოხერხებულობა, მაგრამ ცუდი გზებით. ხო, ეს კარგი სიტყვა დაუშვათ ტერმინი, რაც იყო მეწარმეობა, რაც ძალიან ასე ვთქვათ, კარგი მიზნებით გამოიყენებოდა მათ შორის ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის და ასე შემდეგ ეპოქაში, ხო? აი შემდეგ აი ამ საბჭოთა პერიოდში, ამ 70 წლის განმავლობაში, ისე როგორც ბევრი სხვა რამ, ესეც გაფუჭდა, ასე ვთქვათ და დღეს ახლა პირდაპირ რო უწოდოთ ჩვენ ამას მეწარმეობა, არ არის ეს მეწარმეობა, ანტრეპრენერობას პირდაპირ არ ნიშნავს, ხო? და მთავარი განმასხვავებელი არის ის, რომ აი ანტრეპრენერი სწორედაც რომ არის ადამიანი, რომელიც მარტო ფულისთვის არ არის მოვლენილი ამ ქვეყნად, ასე ვთქვათ, მისთვის ფულის შოვნა ეს არ არის მთავარი мотиваცია. ეს რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი мотиваცია, მაგრამ იმ ფულის შოვნასაც აქვს მიზანი, რომ ის მიზანი არის მუდმივად რაღაცა სიახლის კეთება, უკეთესობისკენ ცვლილება. ვიღაცისთვის ეს არის საკუთარი ქალაქის დონეზე, ვიღაცისთვის ქვეყნის დონეზე, ვიღაცისთვის სამყაროს დონეზე და ვიცით ადამიანები, რომლებიც აი ამ სამყაროს პლანეტა დედამიწითაც აღაკმაყოფილდებიან, ხო და გაცილებით ხო შორეული კოსმოსური გეგმები აქვს. ასე რომ ჩემთვის ხა მოკლედ რო ვთქვათ, პირდაპირ რო არ ავწდეთ ძალიან შენს კითხვას, ანტრეპრენერობა მაინც პირველ რიგში ეს არის უკეთესობისკენ ცვლილება. ეს არის მუდმივი მოძრაობა იმისკენ, რომ სამყარო გახადო უკეთესი ყოველდღიურად. და კიდევ იმეორებ, მესმის ეს ძალიან ამბიციური განაცხადია, ვიღაცა შეძლებს რომ ახლა სამყარო გახადოს უკეთესი, ვიღაცა საკუთარი ქალაქით, ქვეყნით შემოიღოს, საკუთარი სოფლით შეიძლება შემოიფარგლოს, საკუთარი რაიონით, იმ ვიწრო პატარა სეგმენტით, სადაც უწევს მას ცხოვრება და მოღვაწეობა, მაგრამ იმდენად ესეთი მოტივირებული და ინოვაციური ადამიანია, რომ აი საკუთარი საქმიანობით ცვლის უკეთესობისკენ მის გარემოს, ასე ვთქვათ, ხო? პრობლემებსაც ჭრის მათ შორის, ხო? და რა ძალიან კარგად ახსენე, ამიტომ ეხა ეს ცვლილება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გადის პრობლემის გადაჭრის გზაზე. იმიტომ რომ შენ ეხა ისე ვერ შეცვლი. რას ცვლი, ანუ ცვლი რაღაცას, ისეც რომელიც თლად ისე კარგად ვერ მუშაობს. და შენ მოიფიქრებ ისეთ რამეს, რომ ხვალიდან ეს უკეთესად იმუშავებს, მაგრამ აი ანტრეპრენერობა რო ბოლომდე
განსაზღვროთ, ხო? ანუ ამასთან ისე აკეთებ, რომ ეს ცვლილება ხდება ჩამოყალიბებული ორგანიზებული კომერციალიზაციის მოდელით. ანუ ბიზნეს მოდელით. ანუ ეს ცვლილება თუ ეს არ არის სოციალური ანტრეპრენერობა და შეგვიძლია ამაზე ცალკე ვისაუბროთ. ანუ ეს ცვლილება არის ცვლილება უკეთესობისკენ, მაგრამ ამავე დროს ისეთი ბიზნეს მოდელის დანერგვით, რომელიც რა თქმა უნდა ითვალისწინებს კომერციალიზაციას, ანუ ითვალისწინებს შემოსავლებს, ითვალისწინებს ფინანსურ მდგრადობას და ასე ვთქვათ, ფინანსურად გამართული ორგანიზაციის შექმნას. აი ეს არის მთავარი. ეხლა ნუ საქართველოს სიტუაცია სხვა არის და ამაზე მე ვისაუბრებ, თუმცა მოკლედ რომ ესე ვთქვათ, ხო, მოკლედ. ახლა რადგან კითხვა ასე იყო, რომ რა არის შენთვის ანტრეპრენერობა? ჩემთვის ანტრეპრენერობა არის მუდმივი სწავლისა და აღმოჩენების პროცესი, რომლის მთავარი мотиваცია, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობა, რომლის მთავარი мотиваცია არის სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა. იმ მასშტაბებით, რა მასშტაბებით შეუძლია. ჩვენ რა მასშტაბებსაც თითოეული ადამიანი გაწდება. გიორგი, თქვენ შესახებაც რომ მოგვიყვეთ გზაზე, რომელიც გაიარეთ დღევანდელ დღემდე. ისტორიის ასპირანტურის შემდეგ იყავით ჯიპას საჯარო მართვის მაგისტრი, შემდეგ უკვე მანჩესტერის ბიზნეს სკოლის მაგისტრი. რა მგიბიძგათ ბიზნესისგან? ხო, ნუ ამაზე მოკლე პასუხის გაცემა გამიჩნდება. ნუ პირველ რიგში მე უნივერსიტეტელი ვარ, ეს პირველი ჩემი განათლება და არა მხოლოდ განათლება, ანუ უნივერსიტეტთან მე კიდე ბევრი სხვა რამ მაკავშირებს, იმიტომ რომ ისე მოხდა მაშინ, რომ სადაც აქტიური სტუდენტური მოძრაობის რაღაცა იმაში აღმოჩნდი ჩემს მეგობრებთან ერთად, სათავეში შეიძლება ითქვას. იყო მაშინ სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც ხოთაშორის იმ პერიოდში ხომ მე ვსაუბრობ ამას 93 წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში და ანუ 97 წელს უკვე გავხდი არჩევნების გზით, საკმაოდ კონკურენტული და დაძაბული ხოთაშორის არჩევნების გზით უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, ანუ სტუდენტური კავშირი იყო მაშინ. სტუდენტური კავშირის პრეზიდენტი ესე იყო სახელწოდება და ნუ მაშინ იმ პერიოდში უნივერსიტეტი ხან ნამდვილად იყო ქვეყნის ნომერ პირველი სასწავლებელი. ნუ დღემდე ასეა ჩემთვის ემოციურად, მაგრამ სამწუხაროდ ის ამ როლს დღეს ახლა ვეღარ ინარჩუნებს და იმედი მაქვს რომ მოვადრო და ის კვლავ გახდება, ასე ვთქვათ, კვლავ იქნება ავანგარდში ქართული საგანმანათლებლო სისტემის, მაგრამ ნუ სამწუხაროდ დღეს ასე არ არის. დღეს ახლა ახალგაზრდა ადამიანს რო ეკითხები სასწავლობს და რო პასუხობს უნივერსიტეტში, იქ თუ არ დააზუსტებინ რომელ უნივერსიტეტში, ისე ვერ მიხვდები და ჩვენ დროს საკმარისი იყო გეთქვა რომ უნივერსიტეტში და ყოველთვის გასაგები იყო სასწავლობდი, მაგრამ ეს არა მარტო იმიტომ რომ კონკურენცია იყო დაბალი, ნუ რეალურად იყო მაშინ უნივერსიტეტი ლიდერი და თუ არ ვწდები 30000 სტუდენტი სწავლობდა ჯამში და ნუ არ იყო ეს მარტივი ამბავი, რომ ესეთი დიდი ნომერ პირველი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლის ალმა მატერის, ასე ვთქვათ, და დეიდა უნივერსიტეტის ასეც ვეძახდით და ასეც ეკუთვნოდა და ეკუთვნის ამ უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ლიდერობა. თან მაშინ ეს ჩანასახი იყო ამ სტუდენტური თვითმმართველობის და მოკლედ ესე მოხდა, რომ მე ამირჩიეს 97 წელს, ეს 2 წლის ვადით ხდებოდა, მე 99-ში ხელახლა ამირჩიეს შესაბამისად 4 წლის განმავლობაში, ანუ არ იყო პატარა დრო. მომიწია, ასე ვთქვათ, ამ სტუდენტური კავშირის პრეზიდენტობა, რომელიც არ იყო ახლა ჩემთვის ისეთი ჩემი თუნდაც ტიპაჟიდან გამომდინარე და ჩემი მეგობრების ასე ვთქვათ, სულისკვეთებიდან გამომდინარე, ყველაზე ჩემ დროს ყოველ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად ოფიციალური პოზიცია იყო, ხო, მერე უფრო გაოფიციალურდა და დღეს კიდე საერთოდ სხვა ცოტა მახინჯი ფორმებიც მიიღო სამწუხაროდ, მაგრამ მოკლედ ასე იყო. ნუ შემდეგ ესეთ რთული პერიოდები დაგვემთხვა ჩვენ, ნუ საერთოდ რო ჩავაბარე უნივერსიტეტში, იმ წელს სოხუმი დაეცა და ნუ ეს ჩვენი თაობის უდიდესი ტკივილი იყო, წარმოიდგინეთ, სტუდენტი ხდები 1 სექტემბერს და 27 სექტემბერს სოხუმი ეცემა, ვერც მოვასწარეთ საერთოდ ასე ვთქვათ აზზე მოსვლა. ისე მოხდა ეს დიდი უბედურება და ნუ ძალიან რთული წლები იყო და ამიტომ ამ წლებში ხა მე უკვე მერაზე ვსაუბრობ 97-ში ხა არ იყო ნელ-ნელა რაღაცას ტკივილი ვერასდროს ვერ მოშუშტება, მაგრამ ნუ ასე თუ ისე რაღაცა ქვეყანა უბრუნდებოდა ნორმალური განვითარების კალაპოტს, მაგრამ მაინც ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელი იყო. ამ სტუდენტური მოძრაობის თავარი მიზანი იყო, რომ იმ ელემენტარული, უმცირესი რესურსებით რაღაცა შეგვექმნა, რაღაც გაგვეკეთებინა
სტუდენტების ცხოვრება ცოტა უკეთესი გაგვეხადა, ალბათ მაკედონ მოდის ეს ანტრეპრენერული რაღაცა ჩანასახიც და მოკეთ ესე იყო. მე დაგვიწია ვარდების რევოლუცია, ეს დიდი ესეთი სერიოზული პოლიტიკური ცვლილება. მე მაგ დროს უკვე უნივერსიტეტში ვმუშაობდი, იმიტომ რომ მან მაშინდელი რექტორატის გადაწყვეტილებით შეიქმნა სტუდენტთა მომსახურების ცენტრი, რომელიც არ არსებობდა იქამდე და საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთად იყო ამ ასე ვთქვათ ცენტრის სამმართველო იყო თუ არ ვცდები, ხელმძღვანელი ვიყავი. მე მოხდა მოკლედ ეს ვარდების რევოლუცია, მე ამასობაში ასპირანტურაც დავამთავრე, შესაბამისად სტუდენტებთან ისო პირდაპირული ურთიერთობა მქონდა, რადგან სტუდენტურ კავშირში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება მქონდა და მოკლედ ეს წლები მთლიანად უკავშირდება უნივერსიტეტს და მე უკვე ამ ვარდების რევოლუციის შემდეგ ის მაშინ ეს პერიოდი იყო, ახლა დღესაც ჯიპა ძალიან პოპულარულია, მაგრამ მაშინ ჩემი აზრით იყო ზენიტში და ძალიან ისეთი პოპულარობას იკრებდა და თუ არ ვცდები კონკურსიც კი იყო იქ მოხვედრაზე და მოკლედ 2005-ში მაშინ საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა იყო. წელიწადნახევრიანი თუ 2 წლიანი მე მქონდა უფრო წელიწადნახევრიანი პროგრამა და მოკლედ ამ ჯიპაში გავაგრძელე სწავლა საჯარო ადმინისტრირებაზე და იმ პერიოდისთვის უფრო ლოგიკური გადაწყვეტილება იყო ჩემთვის საჯარო ადმინისტრირების სწავლა ვიდრე დავუშვათ ბიზნესი. ხო იმ პერიოდისთვის იმიტომ მოვყევი მე შესავალი და გავაკეთე რომ იმ პერიოდისთვის ახლა რაღაც ბიზნესში ვარ და ვიყავი ამიტომ გიყვებით რომ ვიყავი სტუდენტურ მოძრაობაში რაღაც უფრო მეტად საზოგადოებრივ პოლიტიკურს ვერ დავარქმევ, მაგრამ საზოგადოებრივ სოციალურ პოლიტიკურ რაღაც ამ გარემოში და პირველად ლოგიკური იყო ჯიპაში. ძალიან კარგი ჯგუფი იყო და მაშინ გიორგი მარკოვაშვილი იყო რექტორი. ზურა ჯაფარიძე იყო მაგალითისთვის ჩვენი ჯგუფელი. გიორგი ქადაგიძე, ბევრი ესეთი საინტერესო ადამიანი, ვისთანაც მაშინ ვისწავლეთ. მაშინ ინგლისურად იყო თუ ქართულად? არა, ეს არ იყო ინგლისური, ეს კიდე სხვა კურსი. ინგლისურად რაც იყო სამაგისტრო, იქ მე უკვე ლექტორობა მომიწია ჯიპაში. ხა ეს ჯიპა რო ამოვწურო. ასე თქვა, ანუ ისე მოხდა, რომ ჯიპას კურსი დამთავრებულიც ვარ და მე შემდეგ ეს იყო ამერიკის საელჩოს დაფინანსებული პროგრამა, ალბათ ამას გულისხმობთ, სადაც ქართველებთან ერთად სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები სწავლობდნენ. და თუ არ ვცდები ეს ძირითადად მედიას ჟურნალისტიკის და მედიის სკოლა იყო და მე ჩემი კურსი იყო, ჩემი ასე ვთქვათ უფრო პრაქტიკული გამოცდილებიდან გამოდიოდა მედია მენეჯმენტი. მედია გაყიდვები, ცალკე კურსი მქონდა თუ არ ვცდები, იმიტომ რომ ხა გაყიდვების გარეშე სამწუხაროდ მედია არ არსებობს, ვერ არსებობს და ყველაზე ისეთი საჭირო ამბავია მედიისთვის, ეს ცალკე მქონდა, და მედია მენეჯმენტი მოკლედ. ეს იყო ჩემი ჯიპასთან დამოკიდებულება და ახლა რომ მივიდეთ ამ თქვენ კითხვასთან, ხო ეს ბიზნესისგან ამბებისგან, ისე მოხდა რომ მას შემდეგ რაც აი უნივერსიტეტის ამბები გითხართ, აი ჯორჯია თუდეი იყო ჩემი პირველი ასე ვთქვათ გამოცემა, რომელიც დავაფუძნე. ეს მოხდა 2000 წელს, ხო? აი ჯიპაში ჩავაბარე 2005-ში. და ეს ჯორჯია თუდეი კიდევ იმეორებ თავიდან ბოლომდე კომერციული იყო. არც გრანტი ქონდა, მაშინ არაფერი სხვა შემოსავლები არ ქონდა და სხვა და დღემდე 25 წელი გავიდა და ძალიან ვამაყობ ამით, რომ აი ეს 25 წლის განმავლობაში, იმიტომ ჩემთვის წარმატების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ დროის ფაქტორია და უფრო დიდ დროს უძლებს ბიზნესი ან ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, მით უმეტეს დამოუკიდებლად, მით უფრო წარმატებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ და მოკლედ ესე დღემდე მართალია წვალებით ბევრი პრობლემით და შემდეგ ისე მოხდა რომ მეც მივხვდი რაღაცა წლების შემდეგ რომ კარგია ეს პრაქტიკული გამოცდილება, მაგრამ ცოტა უფრო მეტად სერიოზული ბიზნეს განათლებაა საჭირო და იქამდე იმის გამო რომ ეს სულ ან საზოგადოებრივ სფეროში ვიყავი დაკავებული, ან სწავლობდი, ან საქართველოში, ან აი ამ ჩემს საქმიანობას ვეწეოდი ჯორჯია თუდეის და არა მხოლოდ, არასდროს არ მომეცა საშუალება განსხვავებით ჩემი მეგობრებისგან, რომლებიც ახერხებდნენ და სწავლობდნენ საზღვარგარეთ, რომ რაღაც მიმეღო ევროპული განათლება, თანამედროვე განათლება და ეს უკვე მაშინ 2012-ში იყო, როდესაც ეს მანჩესტერის ბიზნეს სკოლაში გადავწყვიტე მოკლედ სწავლის გაგრძელება. ეს უკვე ჩემი მესამე ის გამოდის, ანუ როგორც ვთქვით, ეს ისტორიკოსი, პირველი ორთოსი, შემდეგ საჯარო და საჯარო ადმინისტრირება და ბოლოს უკვე ბიზნეს ადმინისტრირება და რეალურად ძალიან შეცვალა ამან კონკრეტულად ბიზნესისადმი.
ჩემი დამოკიდებულება 2 წლის განმავლობაში მომიწია იქ. ის იყო ეს executive პროგრამა იყო, მაშინ შედარებით ჯერ კიდევ ახალი იყო ეს პროგრამა, ძალიან საინტერესო კურსელებით, ლექტორებით. თვითონ მანჩესტერი და მანჩესტერის უნივერსიტეტი ახლა ის იქ ბრიტანეთში ერთ-ერთი გამორჩეული, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო ცენტრია და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ ახალი ვისწავლე, მაგრამ უმრავლესობა რაც ვისწავლე ის იმდენად ახალი არ იყო, რამდენადაც თითქმის ყველაფერი უკვე პრაქტიკაში, ხო, მაგრამ ამას შენ პრაქტიკაში მიღებულ გამოცდილებას მე წიგნის დონეზე რო დასტურდება ეს ხდება სწორი რაღაც სწორად გიკეთები ან რაღაც არასწორად თუნდაც, მაგრამ ლოგიკის ფარგლებში. ეს კიდევ რაღაც დამატებით мотивация იყო. ასე რომ ამან მიბის, ჩემი მთავარი мотивация იყო, რომ ეს პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც იმ დროისთვის უკვე 2012 გითხარით, ხო? უკვე 12 წლიანი გამოცდილება იყო ბიზნესში, ხო? დამოუკიდებლად. აი ამ 12 წლის თავზე გადავწყვიტე, რომ ამ თეორიული, ასე ვთქვათ, ყველასთვის საოცნებო ეს MBA, ასე ვთქვათ, მეც მქონდა არც ერთ მომენტში არ მქონია განზრახვა იქ დარჩენის ან შემდეგ რაღაცა ეს რამდენად სწორი იყო კიდევაც მარეცის, მაგრამ ჩემთვის პირადად შეიძლება უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ მაინც თავარი мотивация იყო ცოდნა წამოგეღო თუ მე წამომეღო აქ და კონკრეტულად ჩემ ბიზნესში და სხვათა შორის მინდა გითხრა, რომ მიკრო ამთავრებ ამ პროგრამას. გაკეთებინებენ საბოლოო პროექტს. ხო და ეს პროექტი არის პრაქტიკული პროექტი. ხა იქ ყველაფერი პრაქტიკაა ჩათვალეთ. ხა თეორიაც, მაგრამ პრაქტიკას გაცილებით დიდი ყურადღება და მნიშვნელობა ენიჭება და ჯგუფებად დაგვეს, საინტერესო ჯგუფში მოხვდი მეც, იყვნენ ბრიტანელებიც, ორი ბრიტანელი იყო, ერთი იტალიელი. და ამ ჯგუფმა გადაწყვიტა ხა რადგან იცოდნენ რომ მე ასე ვთქვათ ამ სფეროში ვიყავი, მოდი ამ ეს პროექტი იყოს აი Georgia Today-ზე. Georgia Today იმიტომ იცოდნენ რომ თან ამ პრობლემებიც მქონდა, რა თქმა უნდა და მოდი ბარემ ხათ ყველა რაღაც მოფიქრებას ბარემ შენი და ესე გავაკეთეთ მოკლედ ეს პროექტი Georgia Today-ზე. აქაც იყვნენ ჩამოსულები, ძალიან ბევრი ინტერვიუები ჩაატარეს, ჩავატარეთ თან მე ამ ჯგუფის ნაწილი ვიყავი ამავე დროს. ორჯერ იყვნენ ჩამოსულები და მოგეთ გავაკეთეთ. იმის თქმა მინდა რომ ესე ვთქვათ, მთავარი мотивация სწორედ ეს იყო, რომ ის ცოდნა გამოგეყენებინა. მაგრამ კიდევ უფრო მეტი მოვახერხე როგორც ჩანს, იმიტომ რომ ფლათ ეს кейსი, ასე ვთქვათ, ეს პროექტიც იყო Georgia Today-ზე და ძალიან დამეხმარა. რეალურად სულ სხვანაირად უყურებ მას შემდეგ რაც იქ ხვდები. მაგრამ ეს მაინც არ არის ანტრეპრენერობა. იქ ვინც იყვნენ დაახლოებით 40 სტუდენტი იყო. რეალურად მე ვიყავი, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი. ყველა იყო კორპორატიული იერარქიის წარმომადგენელი. მე და ერთი ამერიკელი კალიფორნიელი, ჩემზე უფროსი იყო ის სტივი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი ბიზნესი. დანარჩენი და სხვათა შორის ერთი კიდე კენიიდან, რომელსაც რაღაც იქ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ჰქონდა. დანარჩენი ყველა წარმოადგენდნენ კორპორატიულ იერარქიას და მინდა გითხრა რომ არც დიდად არც ფიქრობდნენ რაღაცა განსაკუთრებულად იქიდან წამოსვლას და ახალი ბიზნესების დაფუძნებას. ხო ესეთ თემა ამაზე არ ვიცი მე თუ გქნება საუბრის საშუალება, ზოგადად ყველა ანტრეპრენერი არ არის და ვერ არის. თუმცა ამ ხალხს იმდენად დიდი პერსპექტივები აქვს საკუთარ კორპორატიულ კარიერაში, რომ ჩაასდაჭირდა ეს. ხო, შეიძლება გინდათ შემოსავლების კუთხით და გინდათ სხვა პერსპექტივის კუთხით. შენივრად არიან, ასე ვთქვათ, როგორც პირადი კეთილდღეობის კუთხით, ასევე კარიერული ზრდის და პროფესიული განვითარების კუთხით. ასე რა თქმა უნდა, დასაფასებელი არის მათი ეს გადაწყვეტილება. თქვენ ისაუბრეთ Georgia Today-ზე. Georgia Today-ის შემდეგი ეტაპი 2014 წელს იყო ჟურნალი OK. მე როგორც მახსოვს, თქვენ მიიღეთ ლიცენზია და ამ ლიცენზიის მისაღებად ბრიტანულ მხარესთან ჰქონდათ 1 წლიანი მოლაპარაკებები. ხო? ხო, საინტერესო ისტორია არის, იმიტომ რომ დაწვამ რომ ძალიან დიდი გამოწვევებით იქნებოდა სავსე 1 წელი გაუძლო იმას, რომ ასე ვთქვათ, ამ მოლაპარაკებებში მიიღოთ თანხმობა. როგორი გამოცდილება იყო? ძირითადად რატო იწელებოდა ეს პროცესები და სხვათა შორის იგივე მოხდა მე ალბათ ვისაუბრებ ანტრეპრენერზეც, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ და პატარა ბაზარია. პატარა ბაზარია და არ ხარ ხა პირდაპირ ვთქვათ. საინტერესო. ისეთი საინტერესო. ძალიან კარგად ესმით მათ და რითი ხიბლავთ მაშინ? საბოლოო ჯამში ეს სურვილი ძალიან როცა ძალიან დიდი ენთუზიაზმი გაქვს და სურვილი გაქვს და თან რო
არწმუნებთ, ანუ ვცდილობ და არწმუნო, რომ თლათ ესეთი უპერსპექტივი ბაზარიც არ არის და ქვეყანასაც დღეს შეიძლება არაფერი, მაგრამ აი ხვალდაზე პოტენციალი მაინც გვაქვს, მაინც რაღაცნაირად მე ახერხებ და არწმუნებ ამ ხალხს. თუმცა ისიც ვთქვათ, რომ პრინციპში მაგათთვისაც კარგია ეს, იმიტომ რომ ნებისმიერი ახალი ბაზარი, ეს მიდგომა სხვათა შორის შეიცვალა კოვიდის შემდეგ. კოვიდის შემდეგ თვითონ აქეთ იყო შემთხვევები, რომელიც აი რამდენიმე ისეთი გამოცემა მე ძალიან აქტიურად ვიყავი. ბევრი გამოცემას უკავშირდებოდი, ვცდილობდი ხა ყველა არ იყო პრიორიტეტი ჩემთვის, მაგრამ რაღაცები გამოდიოდა, რაღაცები არც გამოდიოდა და არც უნდა გამოსულიყო. მაგრამ ამ თვითონ მოლაპარაკების პროცესში რაღაც მომწონდა ზოგადად ეს თემა რა, მოლაპარაკება უცხოელებთან და ეს ურთიერთობა და არ მეზარებოდა და არ ვიზარებდი თუნდაც საცდელ მოლაპარაკებას. ახლა ვიცოდი რომ მაგათაც შეიძლება არც ჩემთვის არ ყოფილიყო საინტერესო რაღაც 50%-იანი ინტერესის ნიშნული ჩაიძლებოდა შემოფასებინა, მაგრამ მოლაპარაკებებში მაინც შევდიოდი, როგორც მინიმუმ, ასე ვთქვათ, თავის გამოცდის მიზნით და თან ყველა ამ მოლაპარაკებას რაღაცა ცოდნა მოაქვს. ეს მე სხვა მოლაპარაკებებში და ამ ხრივაც ის არის რა. მნიშვნელოვანი. ხო და რას ვამბობდით? ხო და ოკეი, რატო ოკეი მოდეს თქვა ჯერ, ხო? ეხა ეს ჯორჯია Today ხო დავიწყეთ და კი ბატონო, ხა რასაც ახერხებდა, მაგრამ მივხვდი იმას, რომ ვერ იქნებოდა, ვერ დარჩებოდა ეს მარტო ერთ გაზეთად და იყო ამოცანა რაღაცა ჯორჯია Today-ის ბაზაზე, უკვე ჯორჯია Today გრუპის, ანუ ჯორჯია Today ჯგუფის შექმნის ამოცანა და უკვე სხვა მედია პლატფორმების განვითარება, რომლებიც იგივე შემოსავლების კუთხით და კომერციალიზაციის კუთხით დაეხმარებოდა მთლიანად ამ ჰოლდინგისკენ წავედით, კი ბატონო. და სულ ვირჩევდით ნიშურ პროექტებს. იმიტომ რომ აი კომერციალიზაცია სხვათა შორის აი ნიშურ პროექტებში უფრო მეტად არის, ვიდრე რაღაცა ყველაფერს ვერ მოედები, ხო? ახლა აი მაგალითად საქართველოში იმიტომაც არის დღეს არც ერთი ტელევიზია, რომელიც ყველაფერს ფარავს და ყველაფერს პოლიტიკიდან და არც ერთი მოგებაზე არ არის და ეს ხა კიდე ცალკე განხილვის თემაა, სამწუხაროდ ყველა ტელევიზიის უკან პოლიტიკური ინტერესები გაზდა. ამიტომაც არ გვაქვს არც ერთი დამოუკიდებელი ტელევიზია სამწუხაროდ. აქვს არის ხა საქართველოში გარკვეულად სარეკლამო ბაზარი, ხა არ არის სულ ვერ ვიტყვით, მაგრამ უბრალოდ იმ ხარჯებს რა ხარჯებიც ჭირდება ამ ტელევიზიებს ეს ბაზარი არ ყოფნის და ვერ ყოფნის. სხვა არის კიდევ იქ ეფექტიანობის თემა, რამდენად სწორად აქვთ ეს ხარჯები დაალაგებული, კიდე სხვა ამბავია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის თქმა მინდა, რომ ეს ნიშური გათვლები, მე ვფიქრობ, სწორი გათვლები იყო და ოკეიც იყო ერთ-ერთი ის თემა, რომელიც ვფიქრობდით, რომ იქნებოდა საინტერესო ქართული ბიზნესი, როგორც ქართული მკითხველისთვის, ასევე ქართული ბიზნესისთვის. და ასეც აღმოჩნდა მინდა გითხრა და ამიტომ უკვე რამდენი 11 წელია უკვე წარმატებით უშვებთ ოკეის. და სრულიად ახალ მასე გადაგვიყვანა, ასე ვთქვათ, საფეხურზე ოკეის გამოცემა. პრინციპში მივედით ამ პოდკასტის მთავარ თემასთან, როგორ დაიბადა ანტრეპრენერ ჯორჯია და რა იდეა იდგა მის უკან? პრინციპში ნაწილობრივ შეეხეთ უკვე. კი, არა, ვთქვათ, იმიტომ რომ ხა ნახეთ, ნელ-ნელა მწიფდებოდა, ხო, ეს სხვათა შორის ერთი ჩვენ მაშინ როცა ლონდონში ვიყავით, აი პირველი იმის ხელმოწერის დროს მაშინ ერთ-ერთ ტელევიზიასთან ერთად და იგი ინტერვიუ არსებობს ჩემი ძველი იქ ლონდონში ჩაწერილი და ამას იმათ ნახე და გამეცინა, იმიტომ რომ ისეთ რაღაცას ვამბობ, რატო ვაკეთებდი ოკეის, რომ გეგონება ანტრეპრენერს ვაკეთებდი. ანუ მაშინაც ვამბობ, რომ აი რაღაც უკეთესობისკენ მინდა შევცვალო რაღაც ადამიანების ცხოვრება, ოღონდ იქ იყო გათვლა იმაზე, რომ წარმატებული ადამიანების გაცნობით უფრო მეტად მოტივირებული გამხდარიყო სხვა ადამიანი, რომ რაც შეიძლება მეტი წარმატებული ადამიანის ისტორია, მისი მიღწევები გაიგო და თავადაც მქონო გასჭენა და სურვილი გამხდარიყო წარმატებული. და ეხლა ოკეი კი ერთის ხრივ რაღაც ისეთი სელებრიტულ ისეთი ჟურნალია, ხო, ასე ვთქვათ. მაგრამ იქაც კი ეს მქონდა ჩადებული, რომ ესეთი ყოფილიყო. მაგრამ მე მივხვდი, რომ კი ეს ნაწილობრივ შეიძლება შევძელით კიდეც, მაგრამ არ იყო ახლა თლათ ახლა ოკეი, თლათ ამ ხამოცანას ვერ შეასრულებთ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დღემდე მაინც კარგად ასრულებს ამ ამოცანას. და თან მე ამას დაემთხვა, რომ მეც ამ ბიზნესში უკვე მანჩესტერის ბიზნეს სკოლა დამთავრებული და თან საქართველოში წინ პერიოდში ეს 2018 წელია რა, 2017-ის ბოლო და 18-ის დასაწყისი.
ნელ-ნელა უკვე მათ შორის კერძო სტრუქტურები, რამდენიმე ბანკი გახსოვთ თქვენ აქტიურად ჩაერთო ამ ანტრეპრენერობის არა, უფრო მეծ სტარტაპი და ნუ რაღაც ეგ სახელმწიფო პროგრამებიც აქტიურად მუშაობდა და ნელ-ნელა მწიფდებოდა ასე ვთქვათ ეს თემა. ოღონდ თემა არა მედიურად. ხედა მე როგორც მედია ბიზნესის წარმომადგენელს, ანუ აი ეს ჩემი ალღო დაინახეთ ეს ვაკუუმი, ხო, მედიის კუთხით, იმიტომ რომ ერთის მხრივ ხედავ რომ დაუშვათ კომერციული სტრუქტურები აქტიურობენ, ბანკები პირიქით ერთმანეთს ეცილებიან რომ ვინ უფრო მეტ პროგრამას და ვინ უფრო ინოვაციურს დააფინანსებს, იქ სტარტაპ ეკოსისტემა რეალურად ჩნდებიან სტარტაპები, სახელმწიფო მაშინ აწარმოებს საქართველოში, ახალი შექმნილია აქტიურად ვითარდება და მოკლედ რატომაც არა ხო, ანუ არის ამ ხელა თემა, რომელიც ფარავს ძალიან დიდ აუდიტორიას და მოდი გავაკეთოთ ესეთი ჟურნალი, ხო? ჯერ ვფიქრობდი არაბრენდული მიმართულებით, მაგრამ მე დავწმუნდი რომ მას შემდეგ რაც ახლა კიდევ ერთხელ გავეცანე ანტრეპრენერს, ეს იყო პირდაპირ ზუსტად ის რაც იყო საჭირო რა. და მე ახლა ამერიკაში უკვე 45 წელია რაც არის და რეალურად ზუსტად იგივე მიზანს ემსახურება, რაც მე მინდოდა, რაც მქონდა ჩაფიქრებული და მოკლედ იქა თან ახლა ეს ანტრეპრენერი ოკეი კიდევ დავუშვათ ესეთია შეიძლება შედარებით კიდევ მარტივად წამოსავალი ვარ ახლა ეს ნახეთ ანტრეპრენერი არის ხა გეტყვით როგორ ქვეყნებში ნუ ამერიკა, მექსიკა, ჩინეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი აი ესეთ ქვეყნებში წარმოვიდგინეთ და ლიცენზია იყო მათგან ხო საქართველოს აი საქართველოს ნაირ ქვეყანა მეორე საერთოდ ვერ ნახავთ აი ახლოსაც კი არ არის პატარა ხო ემირატებშია სამხრეთ აფრიკაშია სულ რაღაც 7 თუ რაღაც უზარმაზარ ბაზრებზე ხო და ამიტომ ნუ რაღაცა ეს დიდი მიღწევა იყო და ნუ მაშინ ვამბობდით რომ აი საქართველოს რაღაცა თავისი ადგილი დაიკავა მსოფლიო ანტრეპრენერულ რუკაზე და ნუ ახლა დღესაც აი ამერიკულ ანტრეპრენერზე რო შევდივარ entrepreneur.com-ზე ინგლისურ. იქ არის ეს მენიუში და უშუალოდ editions და პირდაპირ ჩამოვშლით და რომ ნახავ რაღაც ამერიკა, მექსიკა, ბრიტანეთი, საქართველო რაღაც დიდი სიამაყის გრძნობა მეუქრება. იმის მერე დაემატა კიდე ქვეყნები თუ არა, ურეთის. არ დამატებია მე დაგითხრათ. არ დამატებია. ნუ თული ამბავია რა, ეს არ არის მარტივი ამბავი და ისინიც არ მგონია ესე მარტივად წავიდნენ, მაგრამ რაღაცა ჩვენზე ესე მოხდა, რომ მე დაგვემთხვა კოვიდი, დაგვემთხვა, რა ვიცი, აღარ დაგვემთხვა ხან ომი, ხან უბედურება, ხან რაღაც პერიოდში ძალიან გვიჭირდა კიდე სუნაც ლიცენზიის მომსახურება. და გვესმოდეს რომ დიდ ლიცენზიებზეა საუბარი ფინანსურად. მაგრამ ნუ ასევე შევძელით მათი დარწმუნება გარკვეული საშეღავათო პირობები, პერიოდი მქონდა და ნუ ეს პირველი რამდენიმე წელი განსაკუთრებით იყო რთული, პირველი 2 წელი ალბათ უფრო კონკრეტულად და მე ნელ-ნელა ფეხზე დავდექით და დღეს აბსოლუტურად ანტრეპრენერი თვით დაფინანსებადი, ასე ვთქვათ, მედია, რომელიც ახერხებს იმას, რომ აი ამ ლიცენზიის კუთხითაც ყველა ვალდებულება გაისტუმროს და ნებისმიერი სხვა ხარჯიც დააფინანსოს და თან ამავე დროს ასრულებს საზოგადოებაში რესურსი, რაღაც თუნდაც მათ შორის ფინანსური, რომ ახალი პროექტებიც განახორციელოს. რაც შეეხება იდეურ მხარეს, რა თქმა უნდა, ხო ეს მთავარი იყო და დღემდე მთავარი არის მაშინ. გახსოვს მე რაღაც ვიდეო ჩავწერე როცა ვიწყებთ დავაანონსე ეს გამოცემა და იქ მახსოვს ეგეთ ესეთ რამეს ვამბობ, რომ ხა ყველამ კარგად იცით თქო რომ არ არის ეს ჩემთვის პირველი ჟურნალი და არც მორიგი ჟურნალი არ არის. ამას იმიტომ არ ვაკეთებ რომ რაღაცა კიდევ ერთი ჟურნალი მინდა მქონდეს, ანუ ანტრეპრენერის დანიშნულება და გათვლები რაც ამ ყველაფრის უკან იდგა გაცილებით შორს მიმავალია, იმიტომ რომ ეს ბევრად მეტია ვიდრე ჟურნალი და ვიდრე მედია და რეალურად მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა ახლა ჯერ კიდევ წინ ბევრი რამ არის, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს მიზანი მიღწეულია, იმიტომ რომ რეალურად ეს არის უკვე პლატფორმა, ეს არის განათლება პირველ რიგში, ეს არის მოტივაციის გავრცელება, ეს არის ინსპირაცია და ყველაფერი ერთად აღებული და სხვადასხვა პლატფორმებზე. თქვენი პასუხისმგებლობა გაქვთ უკვე საზოგადოების მიმართ, ხო? იმიტომ რომ აი თემასო დაუბრუნდეთ, რომ ეს ტერმინიც კი არავინ არ იცოდა მაშინ. პირველი თოკ ივენთები ეს ერთ-ერთი პირველი ქონდა ხოლმე ჩვენ ასე ვაკეთებდით და მაშინ ერთ-ერთი ეს თოკის თემა ეს იყო ვინ არის ანტრეპრენერი და
სხვადასხვა მოსაზრებები იქ გაჟღერდა და ხალხი მართლა არ იცოდნენ ეს სიტყვა. რეალურად არ იცოდნენ, მართლა არ ვაზვიათებ რა. ხა ვერ ვიტყვი რომ არავინ, მაგრამ ძალიან ცოტამ, რა ვიცი, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა. დღეს უკვე აი ტელევიზიით გადის სიუჟეტი, ტიტრი, თვითონ ტელევიზიას უაწეს, თუმცა ანტრეპრენერი გარკვეული სახელის და გვარის ქვეშ, ასე რომ ნამდვილად მე არ მგონია ეს ვინმე ვინც იცნობს ამ თემას, არ დაადასტუროს რომ ამაში ჩვენი წვლილი არის უზარმაზარი პირდაპირ ვთქვათ, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი. ისიც კარგად მესმის რომ ყველა ვინც იბრალებს ანტრეპრენერობას გულწრფელად ვთქვათ, ანტრეპრენერი არ არის, მაგრამ თავისი გაგებით, ხო, ფუნდამენტური გაგებით, მაგრამ თუ ამ ხალხს უხარია და თუ ამ ხალხს ბედნიერებას ანიჭებს, რომ ვიღაცამათ ანტრეპრენერი დაარქვა ტიტრში ან ჟურნალში ანტრეპრენერად მოიხსენია და თუ ეს მათთვის არის კიდე დამატებითი მოტივაცია, დაე ყველა მიფიქროს, რომ არის ანტრეპრენერი, კი ბატონო. მაგას კიდე შევეხებით, ჩავშლით. ქართველი მეწარმეების ისტორიებიდან რომელი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად? მათ შორის ინსპირაციის კუთხითაც. გულისხმობთ ჟურნალში, ხო? კი. იცით თუ არის ეგეთი. იყო ბევრი, საერთაშორის ხო ერთი პირველში მინდა ვთქვა რომ აი რომ ვიწყებდით ხო რაღაც გვეგონა რომ აი ხა ამ უწურვადია ფიქრობ ხო ნუ აი რა ვიცი ხო გავიდე რამდენი შეიძლება იყოს მაგალითად 4 წელიწადში ყოველ თვეში ერთხელ ჟურნალი გამოდის და არ ვიცი 10 რესპონდენტი გჭირდება თითოში და რა ვიცი ნუ წელიწადში 100 კომპანია და ვიზა არის საერთოდ ამდენი ფიქრობ ხო მაგრამ მე ისე მოხდა რომ ამდენი კი არა ბევრად მეტიც აღმოჩნდა. კი, ბევრად მეტიც აღმოჩნდა. ახლა მცირე პატარა საშუალო ახლა მასშტაბები საქართველოში მარტო მასშტაბით ვერ გავზომავთ ამ კომპანიების წარმატებას სამწუხაროდ, მაგრამ მაგ თავარი მასშტაბი არ არის. თავარი არის მიდგომები, მოდელი, მათი მენტალური განწყობა და ასე შემდეგ. რთული კითხვაა. იმიტომ რომ ბევრი მახსენდება ახლა ბევრი რომელიც ძალიან კარგი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ განაგრძეს და ამიტომ უბრალოდ არ ვიქნები ობიექტური და სამართლიანი თუ მათ გამოვყოფ, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, როცა დროს ვერ უძლებ ეს ბოლომდე ვერ მეტყველებს. ხო, მესმის. შედეგიც ზომა მაგით. ამიტომ თუ მაგამის მაგალითი გვინდა, მოდი მაინც და სხვათაშორის სამწუხაროდ ეს кейსი ჩვენთან ისე ვერ მოხდა, როგორც იმსახურებდა იმ სამწუხარო რეალობის გამო, რომ უშუალოდ დამფუძნებელი გარდაიცვალა ახალგაზრდა ასაკში. მაგრამ აი ლოპოტა. ხო, კი ბატონო, ძალიან საინტერესო кейსი. ჩემთვის არის აი თანამედროვე საქართველოში შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესი ნოლიდან დაწყებული, მაგრამ აი მისი დამფუძნებლის აი ამ ხედვის და ალღოს და თავდადების და იმ დაჯერების რომ აქედან მართლა მაგარი რაღაც გამოვიდოდა აი ამ ყველაფრის შედეგად და მიუხედავად იმისა რომ სამწუხაროდ ეს ადამიანი გოგა მაისურაძე ცოცხალი აღარ არის ეს ბიზნესი ვითარდება კიდევ უფრო მეტად განვითარდება და რეალურად ალბათ ვიტყოდი რომ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი გამორჩეული кейსია თანამედროვე საქართველოში. იმიტომ რომ მე ესეთ დროს ყველაფერს ვითვალისწინებ, ხო, ახლა იქ აი ნოლიდან დაწყებულს, წვალებით გაკეთებულს, ახლა მე რაღაც ეტაპზე ყოველთვის ან ვიღაცას მოიზიდავ, ან სახელმწიფო გრანტი იქნება, ან რაღაც იქნება და ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ახლა ამ ასეთ ბიზნესებს ახლა ვერ დავაყენებ დღევანდელ ეგრეთ წოდებულ წარმატებული ბიზნესების გვერდით, რომლებიც ნუ შედარებით მარტივი გზებით ახერხებენ ეს სწრაფ განვითარებას. კი ბატონო, ესეც მათი შეიძლება მათ ამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ჩემთვის პირადად გაცილებით საინტერესოა ესეთი ბიზნესები, რომლებიც brick by brick შენებული. აი აგურ კი ბატონო. და ეს ლოპოტა ნამდვილად იყო ასეთი, იმიტომ რომ ყველას გვახსოვს იქ ერთი კოტეჯით, ერთი პატარა შენობით დაიწყეს და მე მოხდა უკვე ამ იმ ცნობილი ტბის დღეს უკვე ცნობილი თორე თითქმის არავინ არ იცოდა იქ მეტელითა გარკვეული პატარა წლის გარდა აი ამ ტბის გარშემო მოხდა დღეს უკვე უზარმაზარი განაშენიანება და ნუ რეალურად ეს არის უკვე ბიზნესი, რასაც ბიზნესი ქვია და არა რაღაც ერთჯერადი რაღაცა სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებით რაღაცა ფულის შოვნა თუ მოხსნა ბჭყალებში როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე. როგორ ფიქრობთ, რა აკლია ქართულ მეწარმეობრივ გარემოს? ცოდნა, კაპიტალი თუ რისკი?
იცი ალბათ ყველაფერი აკლია საბოლოო ჯამში, ცოდნაც და უფრო მეტად რომელი აკლია. კაპიტალიც და რისკიც, მაგრამ მე მაინც ცოტა კიდე ერთ ფაქტორს გადავამატებდი. ყველაზე მეტად აკლია ქართულ სამეწარმეო, ანუ ჩემთვის ანტრეპრენერულს ვიტყვი, მოდი. კი ბატონო. გარემოს ანტრეპრენერული კულტურა. რას გულისხმობს ეს კულტურა? აი კულტურა, რასაც ქვია ის, რაც იმას ქვია, რომ ქვეყანა უნდა ცხოვრობდეს ამით. ანუ რეალურად დღის მთავარი ამბების და სიახლეების ხა მინიმუმ ნახევარი ბიზნესის სიახლეებს უარ უჭირავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ანტრეპრენერული კულტურა არ არის. ეხლა წამყვანი თემა უნდა იყოს, ამას გულისხმობთ. ახლა შევადაროთ ახლა სხვა ქვეყნებს და ნახავთ იქ, რომ ყველა ქვეყანაში ხა, რა თქმა უნდა, ამას ვერავინ ვერ უარყოს, ხა პოლიტიკას და საზოგადოებრივ პოლიტიკურ ამბებს გავლენაც აქვს და იქაურ ახალ ამბებში ყველგან დიდი წილი აქვს, მაგრამ ბიზნესაც დიდი წილი აქვს, ხო? და ახლა ჩვენ თუ ნახავთ მედია მონიტორინგს გავაკეთებთ ან ელემენტარულად ქუჩაში ადამიანები ერთმანეთს რაზე ესაუბრებიან, ბაღებში, სკვერებში, თავშეყრის ადგილებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში შედარებით უფრო კლასელები რა თემებზე საუბრობენ და ამის რაღაც მონიტორინგს თუ გავაკეთებთ, ნახავთ რომ ეს არ არის ბიზნესის წილი არის ძალიან დაბალი. ძალიან დაბალი, გაზრდილია ბოლო წლებში, მაგრამ ძალიან დაბალია. ამიტომ აი ეს ანტრეპრენერული კულტურა იმდენად გნებავთ სამეწარმეო კულტურა, როდესაც წახალისებულია არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, არამედ საზოგადოება თანხმდება, რომ ეს ძალიან კარგი რამ არის და ეს ყველაფერს ჯობია. სახელმწიფო სამსახურსაც, იერარქიაში, კორპორატიული იერარქიაში მუშაობასაც, ყველაფერს ჯობს ადამიანმა საკუთარი ძალები მოსინჯოს საკუთარ ბიზნესში, იმიტომ რომ ეს ბიზნესი ბევრად დიდი მასშტაბის პოტენციალი შეიძლება აღმოაჩინოს ამ ბიზნესს, ვიდრე მხოლოდ ერთი ადამიანის წარმატებული კარიერა. იმიტომ რომ შენ როცა მიდიხარ უშოთ კარიერული გზით და ასე ვთქვათ, კომპანიას ემსახურები, რა თქმა უნდა, აქაც შეგიძლია ძალიან ბევრი რამ შეცვალო და ეს კომპანია წინ წაწიო და ასეც უნდა გააკეთო. მაგრამ ეს კომპანია მოდესთ თქვა შენ გარეშეც რაღაცნაირად თავს მოაპავდა იმას, რომ განვითარებულიყო, იმიტომ რომ დიდია და ბევრი რესურსები აქვს, მაგრამ შენ ამ დროს, როდესაც გაქვს ალტერნატივა, რომ შენ თავად დააფუძნო ბიზნესი და შენს გარშემო დააფუძნო და საქმო 10, 20, 50, 100, 500, 1000 და 2000 ადამიანი და განავითარო ეს ბიზნესი, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტის მოტანა შეგიძლია ამით. შენი საკუთარი თავისთვისაც და ქვეყანისთვისაც და სხვებისთვისაც. ეგ ხო არის მთავარი განსხვავება ანტრეპრენერს და არა ანტრეპრენერს შორის, რომ არჩევანს ესე აკეთებ, რომ მიდიხარ კორპორატიული კუთხით და მაგალითად ამ შემთხვევაში იღებ პასუხისმგებლობას, რომ რაღაც შექმნა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ახსენეთ. რომ პასუხისმგებლობაა ეს რეალურად, რომ რაც განასხვავებს ამ ანტრეპრენერსსა და არა ანტრეპრენერს, ხო? იმიტომ რომ ოდესაც მიდიხარ კიდევ მეორე ფაქტი. არაფერს არ ვერჩით, ხო, მათ საჯარო სამსახურში მუშაობ ადამიანებს კი. არც კორპორატიულ ასეთ იერარქიაში დასაქმებულებს, მაგრამ რეალურად მოდი ვისაუბროთ იმ თვისებებზე, რაც განასხვავებს მათ, ხო? ოდესაც რჩები ანტრეპრენერად. უკვე შენ პასუხისმგებლობა გაქვს არა მხოლოდ შენ თავზე, არამედ გაქვს შენ ბიზნესზე, გარემოზე, რაზეც აიღებ პასუხისმგებლობას, ეს ერთი. მერე არ ხარ რაღაც მოლოდინის რეჟიმში. შენ ყოველთვის უფრო მეტად პროაქტიული ხარ, ანუ უფრო მეტად ინოვაციური. შენ თვითონ ცდილობ რაღაც გააკეთო, იმიტომ რომ იცი რომ შენზეა დამოკიდებული და სხვა ამას ახლა შენს არავინ არ გააკეთებს. არავინ არ გააკეთებს, ხო? ახლა ძალიან არის ბევრი ასე ვთქვათ პოზიცია განსაკუთრებით დიდ ორგანიზაციებში, სადაც ახლა რომ მუშაობს ადამიანი, ახლა ის ადამიანი იმუშავებს თუ არ იმუშავებს, შეიძლება დიდად არც დაეტყოს ხელფასზე იმუშავებს, კარგად იმუშავებს იმ კომპანიის რაღაცა წლიურ მოგებას პირობითად შეიძლება საერთოდ არ დაეტყოს ახლა იმ ერთი და თუნდაც ბევრი ადამიანის მუშაობის ეფექტურობა, ხო? მაგრამ როდესაც შენი ბიზნესი გაქვს, რა თქმა უნდა, აქ ბევრად გაცილებით დიდი პასუხისმგებლობები გაქვს და ამიტომ ამ ხრიდან უფრო მეტად ინოვაციური ხარ. ახლა მესმის რომ თვითონ კორპორაციებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან და არიან დიდი ფირმები, რომლებიც უფრო მეტად ახალისებენ და ხელს უწყობენ თავად ფირმის შიგნით ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და ეს არის თანამშრომლების წახალისების და დაწინაურების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმი, ესეთებიც არიან.
მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მაინც რთულია დიდი იერარქიაში და რაღაცა სტრუქტურულ ბიუროკრატიაში რაღაცა შენი ინოვაციურობა გაიტანო. ფილტრებს გადის და უამრავ გადის, ახლა იქ ან შენზე მდგომს არ მოეწონება, ან დამფუძნებელი იტყვის, რომ კაი, ახლა თუ ძმა ხარ, რა დროს ეს არის და ცოტა მოვიცადოთ და ნახოთ რა მოხდება და მერე და ასე შემდეგ. ახლა ანტრეპრენერობა მეგარი, ნახოთ რა მოხდება, ეგეთი რაღაც გაჩნდა იდეა უნდა გააკეთო. გაჩნდა იდეა უნდა გააკეთო. ასე რომ ეს არის. თან ახლა რო გადავიდეთ და უშუალოდ უფრო პერსონალურ მოტივატორებზე, ხო? კი. ნუ აქ არის სტაბილურობა ასანიჭებენ ხოლმე, უფრო როგორც წესი, აი კეთვის ადამიანი მოდი რომ კი ვიცი, მაგრამ აი მირჩენია რაღაცა სტაბილური, ან სიტყვაზე პირველად შემოსგეული, მაგრამ აი სტაბილურად არ და ნუ პასუხისგებლობა, რისკები ნაკლები, მაგრამ იქნება რა ჩემთვის შვიდად რა და აქეთ სულ სხვა ხალხი ეს პირიქით კეთვის, რომ არ მინდა რა. პირიქით სტაბილურობას მირჩენია ვიყო მუდმივ ღელვაში და ტალღებში და ასე ვთქვათ, ქარიშხალში და ამიტომ თავგადასავალი და ანტრეპრენერობა ხო თავგადასავალია რეალურად. შენ როდესაც ამ გადაწყვეტილებას ღებულობ, თან ხმდები რომ სულ მუდმივ თავგადასავლებში ხარ და ამით ცხოვრობ. ცხოვრების სტილია, ცხოვრების სტილი აბსოლუტურად, კი ბატონო. ხო და ამიტომ და კიდე ერთი ფაქტორი, აქ ეხლა როგორ ხდება ხოლმე ეს გადაწყვეტილებები, ხო, ორი სცენარი შეიძლება იყოს, ერთი იძულებითი და მეორე ნებაყოფლობით. გარემოება შეიქმნა და იძულებითი რა არის, რომ ანუ მუშაობს სადღაც და უშუალოდ შეიძლება კარგადაც ხარ ყველანაირად, მაგრამ ნუ არ ვიცი, ან კონფლიქტი გაქვს, ან თანამშრომლებთან, ან უფროსთან, ან რაღაცა იმ კულტურის ნაწილი ვერ ხარ, ან შეგამცირეს, ან გამოგიშვეს და ამიტომ ამ იძულებითი ფაქტორის შემდეგ უკვე გადაწყვიტე, რომ მოდი აღარ მინდა ახლა სხვა სამსახური და არ ჩავანაცვლო ეს სიტუაცია შეიქმნა, ხო არის ჯობი, ხო, ხო არის ჯობს რომ ჩემი საკუთარი ბიზნესი გავაკეთო. ეს არის იძულებითი ფაქტორი. და არის ნებაყოფლობით, როდესაც არაფერი ამდაგვარი არ ხდება, მაგრამ შენ ნებაყოფლობით, ან საერთოდ არ მიდიხარ ამ სამსახურში, ან მიდიხარ და მერე უკვე ნებაყოფლობით ტოვებ და იწყებ უკვე შენ საკუთარ ბიზნესს. ასე რომ აი ეს ორი სხვადასხვა და რაც აჩერებს ადამიანებს რომ დარჩნენ ბოლომდე ასე ვთქვათ კორპორაციებში და არ გარისკონ საკუთარი კაპიტალით, დროით და სხვა რესურსებით, ძირითადად არის ეს სტაბილურობის თემა და რაღაცა შეგუება, რომ აი ნუ ესე ვიქნები და კარგად ხოშიში ძლიერი მოტივატორია მაქვს ხრივ რომ დაგტოვოს, ხო, ეგეც არის. თან მით უფრო საქართველოსნაირ ქვეყანაში მე მესმის ძალიან კარგად ამ ხალხის, მაგრამ სამწუხაროდ არც იქ აღარ არის უკვე გარანტიები, რომ სტაბილურობა გექნება. არსად არ არის. გარანტიები და აქ კიდევ უფრო მეტად არის მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს ერთი არ გაგიმართლებს, მეორეს გააკეთებ და ეხლა იქ მაინც ყოველთვის სხვაზე ხარ დამოკიდებული, ანუ არა ანტრეპრენერულ კარიერაში სხვა ზოგადად ეს ფენომენი სხვა არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე დომინანტია, ხო? ხო, ანტრეპრენერი შენ ხარ შენი თავის უფროსი, ხო, აი საკუთარი თავის ბოსი. და არავის ნებასურვილზე და არავის გადაწყვეტილებებზე არ ხარ დამოკიდებული. თუმცა მანდაც რაღაც გარემოებებზე ხარ დამოკიდებული. გარემოებებზე რა თქმა უნდა ხარ დამოკიდებული. ამ შემთხვევაში უფრო ადამიანური ფაქტორი გულისხმობ, რომ გარემოებებზე როგორ ხარ პირიქით, ამიტომაც არის ეს პირველად რისკიანი, რომ გარემოებებზე ხარ დამოკიდებული, მაგრამ მე ვიგულისხმობ უფრო ესეთი კულტურა, ორგანიზაციული და შიდა საკომუნიკაციო და გადამწყვეტი პირი შენ ხარ ამ შემთხვევაში, მათ შორის ხო რისკებს. თქვენი კარიერის ყველაზე რთული პერიოდი რა იყო და გიფიქრეთ თუ არა მაგალითად დანებებაზე, აი მაგალითად ჩვენ кейსი ვახსენეთ, ხო ეს ერთწლიანი მოლაპარაკებები. იყო ეგ მომენტი, რომ აი ჩათვალეთ, რომ აღარ ღირდა გაგრძელება მოლაპარაკებები. ცოტა უფრო ადრე იყო ეგ მომენტი. მაგ დროს უკვე ბევრად მყარად ასე ვთქვათ ვიყავი დარწმუნებული ჩემს გადაწყვეტილებებშიც და შესაძლებლობებშიც და აი უფრო აი Georgia Today-ს ეხლა ნუ წარმოვიდგინეთ აი მაგალითად 2008 წლის ომი და რა იქნება საერთოდ ხო და რა მოხდა და ამ დროს ისედაც რო გიჭირს და ეხლა კიდე ომი მე ეს ომი დამთავრდა და იქ რაღაცა დაუშვათ იქ პოლიტიკური ცვლილებები. მე რაღაც უცბად ამოისუნთქე და რაღაც კოვიდი და საერთოდ შეიცვლება ყველაფერი. ხო, ხო და ამიტომ ეს რთული პერიოდები რა თქმა უნდა იყო. აი ცოტა შორის აი ამ რთული პერიოდებიდან გამოსვლის ერთ-ერთი ვარიანტი, ასე ვთქვათ, სცენარი, სწორედ მანჩესტერის ბიზნეს სკოლაში სწავლის გაგრძელება იყო და ანუ ეგ რთული პერიოდი ხა თუ არ ვწდები სწორედაც რომ აი მას უძღოდა წინ. და მაშინ ვთვლიდი რომ იქნება აი ამ ცოდნით შევძლო აი ამ რთული პერიოდიდან გამოძრომა და პრინციპში დიდი წილად ასეც მოხდა. თქვენი აზრით რა აჩერებს ადამიანს დანებებისგან? თქვენ შემთხვევაში რამ გაგაჩერათ? კარგი კითხვაა.
საბოლოო ჯამში აჩერებს რწმენა, რომ რასაც აკეთებს სწორია. და ეს დღეს თუ ხვალ მოიტანს შედეგს. მართალია, რომ ამას ჭირდება მოთმინება, ამას ჭირდება ნებისყოფა, ამას ჭირდება ძალიან ბევრ სიკეთეზე უარის თქმა, ანუ რაღაცა ხშირ შემთხვევაში რაღაც ასკეტური ცხოვრებაც კი, ძალიან ბევრი შრომა, ძალიან ბევრი წვალება, მაგრამ აი მაშინაც კი როცა ყველა სხვა დანარჩენი ამ შენს იდეას ეჭვის თვალით უყურებს, შენ მაინც რჩები ადამიანად, რომელსაც ბოლომდე ჯერა, რომ რასაც აკეთებს, სწორად აკეთებს. და დღეს თუ ხვალ ეს საკუთარ შედეგს მოიტანს. ეხლა ჩემს შემთხვევაში სხვა არის, რომ დავუშვათ მართლაც ხომარ ჯობდა, რომ რაღაც მომენტში ეს გამეჩერებინა და სხვა ბიზნესში მეცადებოდი, ანუ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემი პირადი ფინანსური შემოსავლების კუთხით, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი გზა იქნებოდა ნებისმიერ სხვა, იმიტომ რომ ეს ბიზნესი, რასაც მე ვაკეთებდი, ხო ბიზნესს რომ ჭყალებიც უნდა დავაყოლო ხოლმე, იმიტომ რომ რეალურად არ არის ახლა ეს ბიზნესი შემოსავლების კუთხით ჩვენაირ ქვეყანაში, თორე ამავე დროს გეტყვით, რომ ეს ჩემი ეს ჰოლდინგი ახლა დღეს რომ ქონოდა თუნდაც რა ვიცი აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში თუნდაც აღარ ვლაპარაკობ დასავლეთ ევროპის, აი ჩვეულებრივი ოფიციალური ბიზნესი იქნება, დიდი ბიზნესი იქნება, მილიონების დონეზე. ჩვენ სხვათა შორის წლების განმავლობაში დავდიოდით მაშინ ერთ-ერთი ქართული კომპანიის დახმარებით, ქართული არის იაპონური კომპანია საქართველოში მოაწეობდა. მათი სპონსორობით ვენაში ტარდებოდა European Newspaper Congress, ესეთი. ანუ გაზეთების კონგრესი. ნუ გაზეთების, მაგრამ იქ იყო ჟურნალები და ზოგადად მე უკვე ახლა მულტიმედიური პლატფორმები წარმოადგენდი და აი ევროპის მასშტაბით მთელი ეს ინდუსტრია იკრიბებოდა 2 დღით ვენაში, ავსტრიაში. მაშინ ვენის მერის შენობაში, ნუ ზოგადად ყველანაირად ძალიან კარგად ორგანიზებული ღონისძიებები და ძალიან ბევრი 4-5 წელი ზედიზედ დავდიოდით. და აი სწორედ იქ უყურებდი ამას, აი უბრალოდ თვალებს ორი ხა გამოდით кейსების წარდგენა და ანალიზი ხდება ხოლმე როგორც წესი ესეთ შეხვედრებზე და ნუ აი ერთ მაგალითს გავიხსენებ, ერთ-ერთი ის იყო თორსტები რაღაც ნორვეგიული გაზეთი იყო სოფლის არა, აი დაბის რაღაც ესეთი გაზეთი ჩვეულებრივი და ამ პრეზენტაციის დროს ეს გამოცემელი იყო თორსტები, ვინც აკეთებდა პრეზენტაციას და თქვა რომ აი ამ წელსო ჩვენი შემოსავლები არ გაზრდილაო, დაახლოებით იგივე იყო როგორც წინა წელსო და ნუ იყო სტაბილურები, არა, ცხა ციფრი დაასახელა თორსტები 350,000 ევრო იყო რა შემოსავალი. ძლიერო სარეკლამო შემოსავალი ისიც მხოლოდ და მაგრამ ნუ სოფლის დაბის გაზეთს ვსაუბრობთ. ამ დროს გადავთვალე ლარებში გადავიყვანე, მაშინ ჯორჯია თუდეიც გონდა, ოკეიც გონდა, მე მგონი ანტრეპრენერიც და ყველაფერი კიდე სხვადასხვა ერჯერად გამოცემები და ამათი ჯამური შემოსავალიც კი არისო. ნორვეგია რაც იყო ნორვეგიაში ერთ-ერთი დაბის გაზეთის ლოკალური გაზეთის სარეკლამო შემოსავალი. ესეთ სიტუაციაზე ვსაუბრობთ გესმით და ნუ მე მაინც რაღაც მქონდა რაღაც გათვლა რომ დღეს თუ ხვალ საქართველოს ზოგადად არ გვეღირსა სამწუხაროდ, მაგრამ ნუ თუმცა გვეღირსება დარწმუნებული ვარ რომ რაღაც მართლა ისეთი ეკონომიკა და ისეთი ქვეყანა გამხდარიყო რომ აქ გაზეთებიც და რადიოებიც და პოდკასტებიც და ყველა ასეთი მედია პლატფორმა მათ შორის გარდა იმისა, რომ პოპულარული ყოფილიყო, წარმატებული ყოფილიყო, მათ შორის კომერციული ფინანსური კუთხით იყო და ისინი იქ ახლა ის ადამიანები, ვისაც ჩვენ ხვდებოდით, აი ჩვეულებრივი ოფიციალური მილიონერები არიან. აი ამ გზით ის ჩვეულებრივი ბიზნესია. ნუ უბრალოდ ასეთი ბიზნესია. მედია, ახლა იქაც არის ნიშური გამოცემები, ახლა ყველა საზოგადოებრივი პოლიტიკური არ არის, უმრავლესობა სხვათა შორის პირიქითაც უფრო ნიშური გამოცემებია და ძალიან ესეთი კარგი ბიზნეს მოდელები არსებობს. სამწუხაროდ საქართველოში ეს არ არის. ამიტომ ამის მჯეროდა მე წამდა და ნუ აი ეს ბოლომდე მივყვებოდი. ხვდებოდი ზუსტად ვიცოდი, ახლა ის იმას არ ნიშნავს რომ მარტო ახლა ხვდები რომ თავი რომ დამევნებებინა და სხვა გზა ამერჩია გაცილებით ჩემთვის შეიძლება ბევრად საინტერესო ყოფილიყო, ჩემი ასე ვთქვათ პირადი კეთილდღეობას გულისხმობ, მაგრამ ნუ ვფიქრობ რომ მაინც არა თუ არა უშავს, არამედ პირიქით, იმიტომ რომ ამ გამოცდილებას რაც აქ შევიძინე და მაინც ის კარგი საქმეები რაც გაკეთდა, ნუ ამას საპირწონე ახლა მარტო მოგება და რაღაცა ფინანსები ვერ იქნება, ხო? ამიტომ კიდევ ეს ერთი თემა არის, რომ იდეის მსახურება, ხო? ანუ ეს ანტრეპრენერული სულისკვეთება ეგ არის, თუმცა შე რაღაც იდეას ესე დაშინებით ემსახურები და ნუ აი ჩემ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში ასე მოხდა, რომ აი რაღაცნაირად რადგან
ჯერ კიდევ 2000 წელს ეს ჯორჯია თუდოი დავიწყე და რაღაც ამ სფეროში ვიყავი. ნუ რაღაცნაირად ესე დავაკავშირე ჩემი თავი ამ იდეის მსახურს და ნუ ჩავთვალე რომ აი ემსახურები ამ იდეას და ვიცი რომ რთულია, ვიცი რომ მცირე რესურსები მაქვს და ვიცი რომ რაღაცა დიდ თემას ვეჭიდები, მაგრამ მოდი ნახოთ და შევეცადოთ და ნუ მაინც საბოლოო ჯამში ამ ხრივ ყველაზე წარმატებული მაინც ანტრეპრენერი აღმოჩნდა. ალბათ იმიტომაც რომ უფრო მეტად ისეთი ტიპის ჟურნალია, რომელიც არა მხოლოდ მედია გაშუქების და ახალი ამბების თუნდაც ამ სფეროში უზრუნველყოფას ახდენს, არამედ აი განათლების და კულტურის პოპულარიზაციას. ინსპირაციული კუთხითაც ბევრი საინტერესო რაღაცები კი. წარუმატებლობას როგორ ხვდებით? აი მაგალითად წაგებას იღებთ თუ არა, როგორც მოცემულობას, თუ არ არსებობს წაგება ანტრეპრენერებისთვის? კი, ამაზე ბევრი მიფიქრია, დამიწერია, ხო, ნუ რადგან გვაქვს ეს საუბარი, თქვათ რომ მე პერიოდულად წერ ედიტორიალებს. კი. და მარცხის ფენომენზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და რეალურად ვთვლი რომ მარცხის გარეშე უბრალოდ მართლა არ არსებობს წარმატება. ვერ სწავლობ. შეგერთი ვერ სწავლობ, რა თქმა უნდა და თან ნუ ყველა წარმატების შემადგენელი ნაწილია მარცხიც. უბრალოდ არ არსებობს წარმატება როგორც მარცხის გარეშე. ხო და ერთ-ერთი ცნობილი ფრაზა არსებობს რომ თუ შენ მარცხზე უარს ამბობ მაშინ გამოდის რომ წარმატებაზე ვარს, იმიტომ რომ წარმატება მარცხი წარმატების შემადგენელი ნაწილია, ხო? ამიტომ ზარავინ არ უნდა შეშინდეს მარცხის გამო, ნამდვილად პირიქით ამით იმდენად დიდ გაკვეთილს გაძლევს ეს თითეული მარცხი, რომ ჩემ შემთხვევაში ძალიან ხშირად მომხდარა და დღემდე ხდება. ხა მარცხსაც გააჩნია, ხა ეს არ არის მარცხი აუცილებელი ლადი. მასშტაბს გააჩნია მარცხის. ნუ რაღაცა ყოველდღიურად სადღაც რაღაც გეშლება, ხო? მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ იმდენად აი მე უკვე იმდენად ინსტინქტურად აი ეს რაღაცა შემეშალა, ხო ძალიან მწარია თითქოს, ხო, რაღაც გეტკინა. რატო შეგეშალა? მაგრამ წამიერად ვაკონვერტირებ ამას, აი პირადად ჩემ აზროვნებაში, აი წამიერად შეიძლება წამიც არ დამჭირდეს, ვაკონვერტირებ პოზიტივში ამას და იმდენად დიდი, რადგან ხვალ უკვე ვიცი რომ იგივე აღარ შემეშლება, ამას იმდენად დიდი ფასი აქვს, რომ ის რაც შემეშლა და რაც დავკარგე, საერთოდ აღარ ვფიქრობ იმ დანაკარგზე. ანუ შეცდომა ინტეგრირდება როგორც გამოცდილება. რა თქმა უნდა, გამოცდილება. ანუ სხვა შემთხვევაში იქნება ტრავმა. ნახეთ, აი სწავლაში ხთუ მაინც ანტრეპრენერობა, ბიზნესი და ფული და ასე შემდეგ თემები გვაქვს, სწავლაში ფულს ხო იხდი. ხო? კი. ანუ თუ თავხდებით რომ მარცხი და შეცდომაც სწავლაა, ერთგვარი, მაშინ ფული უნდა გადაიხადო, ხა ეს ფული ხანდიდია ხა კინეულია და ღირებულია. ფული რა რაღაც სხვა. ანუ შენი რაღაც აქტივია, მაშინ უნდა გაცვალო. კი. რატო? იმიტომ რომ მომავალში იგივე აღარ გაიმეორე. და რა არის საბოლოო ჯამში ჩვენი მიღწევა, ხო რა რატომ ვართ, ვინც ვართ დიდი ხნის გამოცდილების მქონე ადამიანები, რატომ ვახერხებთ იმას, რომ მაგალითად 40 წლის და 50 წლის ასაკში გაცილებით მეტად გამოცდილები ვართ, ვიდრე 20 წლის ასაკში, სწორედ ამ შეცდომების და მარცხის ხარჯზე. ეს მარცხი რო გვიწუნებია და შეცდომები რო დაგვიშვია და გაგვიანალიზებია, ამიტომ შეიძლება ჩავთვალოთ ჩვენი თავი სხვაზე გამოცდილად, თორემ ეს მარცხი რო არ ქონოდა და შეცდომები რო არ დაგვიშვა, მაშინ ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვიქნებოდით. ხო და ამიტომ ეს ძალიან ისეთია, ძალიან ღირებული რამეა. ესეთი გამოთქმაც არსებობს, რომ მხოლოდ იმ თორშდები ჰენრი ფორდის არის თუ არ ვცდები. ეს გამოთქმა რომ მხოლოდ იმ შეცდომას შეიძლება ეწოდოს ნამდვილი შეცდომა, მხოლოდ იმ მარცხს შეიძლება ეწოდოს ნამდვილი მარცხი, საიდანაც ვერაფერს ისწავლე. თუ სწავლობ აქედან, მაშინ ის უკვე აღარ ნაწილია თქვენი მარცხია, ანუ ეს პირიქით ის აქტივია. ანუ ნახეთ ჩვენი შეცდომები ჩვენს აქტივად უნდა ვაქციოთ. აი ეს არის თავარი, ამის გამო ეხა გლოვა და ის არ არის საჭირო რაღაც შემეშალა, რაღაც დავკარგე არა უშავს, რაც მალე გაიაზრებ, რომ ეს შენი აქტივია და არა პასივი, იმიტომ რომ გამოცდილებაზე მეტად დიდი აქტივი უბრალოდ არ არსებობს. მით უფრო სწრაფად წახვალ წინ და აღარც გაგახსენდება მერე უკვე ის შეცდომა და მარცხი, რომელიც ედროს ძალიან მტკივნეული შეიძლება და ყოფილიყო. კი, მაგას გულისხმობ მიღებაში, რომ გესმის. ამ შეცდომამ რა გასწავლა, ამიტომ ეს იქნება ჩემი რჩევა სხვების მიმართაც, რომ არც ერთ შემთხვევაში ეს არა თუ რაღაცა
გაჩერების საფუძველი არ უნდა იყოს პირიქით, ეს უნდა იყოს, აი როგორც მე გითხარით, ახლა ყველა თავისებურად გააკეთებს ამას, მაგრამ მე რადგან ჩემ გამოცდილებაზე ვსაუბრობ, და ესე მაქვს ნამდვილად, რომ ეგრევე წამიერად ამას ვაკონვერტირებ გონებაში, მენტალურად ვაკონვერტირებ როგორც დიდ სიმდიდრეს და დიდ აქტივს და ვაღიარებ და ვაანალიზებ, რომ ეს შეცდომა და ეს მარცხი ჩემთვის პასივი კი არ არის, არამედ აქტივია, რომელსაც გაცილებით დიდი საქმეების კეთებაში გამოვიყენებ. თქვენ მათ შორის გამოცდილება გაქვთ სწავლების კუთხით, ასწავლეთ. ახალგაზრდებში რას ამჩნევთ? უფრო გაბედულები არიან ახლა თუ ფრთხილები არიან და რას ფიქრობთ, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები? დღევანდელი ახალგაზრდობა ძალიან მე სტუდენტების გარდა უკვე საკუთარი შვილებითა შემიძლია იმის და ძალიან ისეთი განსხვავებული თაობაა რეალურად, რასაც განსაკუთრებით განაპირობებს ეს დღევანდელი ჩვენი სამყაროს ესეთი მასობრივი დიჯიტალიზაცია და ინფორმაციებს იღებენ ძალიან აბსოლუტურად კი ბატონო სულ სხვა მასშტაბით მოედინება, ადრეც არ იყო ამის პრობლემა, მაგრამ დღეს გაცილებით მეტად და უფრო და უფრო ნაკლებად მიდიან ოფიციალური განათლებისკენ. და თვლიან, რომ მაგალითად, ახლა ჩემი უფროსი შვილი თვლის, რომ რასაც ახლა ბოლომდე არ ვეთანხმებოდი, მაგრამ თვლის, რომ YouTube ჩენელებიდან, კარგი პროფესიული პოდკასტებიდან, მათ შორის ამის მოსმენი წაკითხვით გაანალიზებით, გასილებით მოცისწავლის, ვიდრე ნებისმიერ უნივერსიტეტში. სკილებზე გახდნენ ორიენტირებულები უფრო. ესე თვლის და ახლა მასთან ლაპარაკს რა ხარ დიპლომის გამო ისწავლო, ამას უკვე აზრი აღარ აქვს უბრალოდ რა. დიდი დებატებია მაგ საკითხზე, არა მარტო. არა, ახლა მე მესმის მეორეს მხრივ, რომ მაინც ახლა ეს ანტრეპრენერებაზე საუბრობთ და სოფლიოში უბრალოდ ბევრი წამყვანი ანტრეპრენერი, ვინც ყველაზე დიდი სახელები, ვინც კი გაგვიგია, პრინციპში მათ ასევე ოფიციალური და აკადემიური განათლება, მათ უმრავლესობას არ აქვს. მაგრამ ისიც არ მინდა მოხდეს, რომ ახლა ჩვენ ეს მაგალითი აღმოჩნდეს ჩვენი თაობისთვის, იმიტომ რომ ჯერ ეგერთი ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ის გარემო, ის დრო, ის მომენტი, როდესაც არ ვიცი, სიტყვაზე ცუგერბერგი უნივერსიტეტიდან წამოვიდა და მიატოვა და ასე შემდეგ და ნებისმიერი სხვა კიდევ რა ვიცი რიჩარდ ბრენსონი და ასე შემდეგ. რობერტ კიოსაკი და ასე შემდეგ. ეს ამას ჩვენ ვერ განვაზოგადებთ და ვერ ვიტყვით, რომ ყველა ასეთი იქნება, ხო? ამიტომ საბოლოო ჯამში ვფიქრობ, ამ ხრივ ყველაზე სწორი არის შემდეგი რა. ჩვენ განათლებას ვაგრძელებთ, მათ შორის თუნდაც ოფიციალურს, კი ბატონო, მაგრამ თუ მაინც არ უნდა იყოს არა ოფიციალური, მაგრამ იყოს განათლება ეს უწყვეტი პროცესია და რა მომენტშიც ეს ჩავარდება რაღაცა სიტუაციური გარემოება, რომ შეიძლება ეს მიღებული განათლება რაღაც ბიზნესში დაკონვერტირდეს და რაღაც ახალ საინტერესო წამოწყებაში დაკონვერტირდეს, კი ბატონო. მაგრამ ეხლა ის რომ გავანებო ყველაფერს თავი და ფეხი ფეხზე გადავიდო და ველოდო ესე ცუკერბერგივით და ბილ გეიტსივით, როდის გამინათდება გონება და თანამდროს არაფერი არ ვაკეთო იქამდე სანამ ეს სასწაული მოხდება. ეს არ არის სწორი. ეს სასწაული ვერ მოხდება. იმიტომ რომ იქ რაღაცა შენ რაღაც მოძრაობაში უნდა იყო ყოველთვის. სვათვებ ნეტვორკინგია ხო თქვენ გიგო მანჩესტერის უნივერსიტეტში ნეტვორკინგი ახსენეთ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ბიზნესის რა ხა ის პარტნიორები საიდან ჩდება. ეხლა თუ არაფერს არ აკეთებ, არავის არ ელაპარაკები, ესეც არ მოხდება, ეს სასწაული არ მოხდება. მე საერთოდ არ ამჯერა სასწაულებს და ყველა კარგად ვიცნობ ყველა წარმატებული ადამიანის ისტორიას და კარგად ვიცი როგორი დიდი შრომა დგას ნებისმიერი ამ წარმატებული ადამიანის უკან. და არა ეს წარმატება ახლა დღეს უყურებთ მარტო ახლა იკოკეიზეს რომ საუბრობთ წითელ ხალიჩაზე მათ და რაღაცა გაღიმებულებს და ლაღებს და რა დგას იმის უკან ამ დროს იმის უკან რა დგას ამაზე არავინ არ ფიქრობს და ახლა არავის წარმატება არ მოდის უშრომელად და ეს ადამიანები მეცაც გეტყვით დღესაც ახლა ბილ გეიტსი რამდენი წლის არის გამახსენეთ მე მგონი 90-ზე მეტის და არა მგონი ცოტა მეგონი 183-მდე თუ არ ვწდები ხო ხელა არ მახსოვს ახლა ზუსტად ხო შეაახლოვან იყო ინფორმაცია 90 ფარგლებში ხო მოდეს და 80-ზე მეტის ხო არ დაწესებულს ხო კი ახლა მიიღო გადაწყვეტილება რომ ასე ვთქვათ გადავიდა რაღაც პასიური როლში საკუთარ კომპანიაში წარმოადგენთ და ამიტომ იგივე ქველმოქმედებას ახმარს თელქონებას ხო კი რა თქმა უნდა ანუ ეს რეალურად ამ ხალხს სხვანაირად აი ნახეთ წარმოუდგენელია ანტრეპრენერი რომელიც აი საქართველოში ხა გამიგია ძველი თაობისა ჩვენი მშობლების თაობის ხა მესმის მაშინის კომუნისტური გავლენა იყო რომ საუბრების დონეზე რა
რომ აი დავუშვით ხა რაღაცას გავაკეთებ, რაღაც ვაშენებ ხა რაღაც. და ნუ მოგეთ ამას ავაშენებ, მე აქედან შემოსავლები და დავისვენებ. აი დავისვენებ რა როცა იქნა. ანუ ეს რომელიმე თანამედროვე ადრენოვე რო თქვას, ნუ უბრალოდ ვერც გაიგებს ეს რას ნიშნავს, რას დაისვენებ. პროცესია, ანტრეპრენერი. გამორიცხულია მაგათი დასვენება, უბრალოდ გამორიცხულია. პროცესში ხარ რა. ანუ მუდმივად პროცესში, მაგათი დასვენება ის არის, ერთს დაამთავრებს და მეორე დაიწყებს, კი. ხო, და ამიტომ აი კულტურაზე რო საუბრობდი, საქართველოში ეგ არის ზუსტად. კი ბატონო, ხო დასვენებას არ ვერჩით და ყველაფერს დავიზრო და ადგილი აქვს, მაგრამ ის რომ ეხა შენ რაღაც აკეთო, იმიტომ რომ მე რაღაც უზრუნველი ის კონდეს. თქვენი აზრით, რა უშლის ხელს მაგ კულტურის განვითარებას, აღზრდა, გარემო, რა არის თავი შემაკავებელი? ნუც რა, კომპლექსური თემაა რა. ყველაფერი ერთად ახდენს გავლენას. ყველაფერი ერთად ახდენს, ხო, რა თქმა უნდა, ეხა აქ პოლიტიკური კონტექსტი, ხო, ანუ თვითონ პერსპექტივა, ხო, აი ორიენტაცია, ყველაფერი, ხა ჩვენ სამწუხაროდ ისეთ რეალობაში ვართ, რომ ჯერ კიდევ და რამდენიმე წელი, საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე წელი ასე გაგრძელდება, რომ აი სახელმწიფოს ეს როლი, წვლილი, დოზა ჩვენს ყოველდღიურ დიდია. აუქნა სამწუხაროდ ესეთი როგორც მინიმუმ ესეთი მემკვიდრეობა გვაქვს. კარგი ხელისუფლების პირობებში ბევრად სწრაფად შეიძლება ეს წინ წავიდეს და ეტაპობრივად ნელ-ნელა გავიდეთ, ასე ვთქვათ, აი ამ სახელმწიფოს დომინანტი როლიდან და უშუალოდ გადავიდეთ ბევრად მეტად ესეთ განვითარების უფრო ლიბერალურ გზაზე, მაგრამ ნუ ვერ მოხდება ესეც უნდა ვთქვათ, ეს მალე 1 წელიწადში, 2 წელიწადში ვერ მოხდება, როცა ქვეყანაში ამდენი სოციალურად დაუცველი გაჭირებული ადამიანი ახლა ამას შენ ეს ბიზნესში და დასაქმებაში ამის კონვერტაცია 1 წელიწადში და 2 წელიწადში გამორიცხულია. ახლა მე გათოშორის მიფიქრია და ერთ-ერთი ედიტორიალი ამაზეც მაქვს დაწერილი ახლა ეს რაღაც 300 ლარიანი ვითომ დასაქმების პროგრამები რო არის, ხო, მაშინ მილიონები იხარჯება. ხო და რა უფრო ჯობია ამ ადამიანებს გასაგებია ბევრისთვის შეიძლება ეს 300 ლარიც რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ეს ამდენი მილიონი ამ ადამიანების განათლებაში, გადამზადებაში, мотиваციაში, დახმარებაში, რომ დაიწყონ რაღაც პატარა საქმე, ამაში ჩადო და მე ამ თითო ერთმა ადამიანმა 3-4 სხვა ადამიანი დაასაქმოზე, ეს ჯობს თუ ეს 300 ლარი უბრალოდ ესე ყარო ყოველწლიურად და გასაგებია ამას ახლა სხვა პოლიტიკური მიზნები აქვს და დატვირთვა აქვს და დანიშნულება აქვს ეს კიდე სხვა საკითხია, მაგრამ ნუ აი ეს არის მიხდით, ანუ როდესაც ეს გადავა უკვე ამ რელსებზე, როდესაც ადამიანები ისე კი არ იქნებიან შეგუებული იმ გარემოებას, რომ მათი შემოსავლების პიკი შეიძლება 300 და 500 ლარი იყოს, არამედ ისინი არ მიხვდებიან, რომ მათ შეუძლიათ გაცილებით მეტი გამოიმუშაონ და თან სხვაებიც დაასაქმონ, აი ამ დროს უკვე ნელ-ნელა გადავალთ აი ამ ანტრეპრენერულ, ასე ვთქვათ, კულტურაზე. ამიტომ ეს უშლის. და ამასთან ერთად მე იქ არის განათლების თემა, არის სოციალური, ასე ვთქვათ, ასპექტებიც, ხო? ეხლა ეს აღარ არის ეხლა უკვე, მაგრამ აი რამდენიმე წლის წინ, მაგათ 10 წლის წინ. აი ჩვენი მშობლების თაობის რაღაც სიტუაციაში რომ მოხვედრილიყავით, ხო? აი მაგალითად სუფრაზე, ასე ვთქვათ, საბადების დღეზე, ოჯახში. და ნუ აი მოდის 2 შვილი ყავს ამ ოჯახის წევრებს, ხო? და ამ დროს მათი თაობის ადამიანები არიან შეკრებილი და მოვიდა 1 და რომელიც შობლებმა წარადგინეს გააცნეს თავის მეგობრებს, ნუ აი მაგალითად ეს არ ვიცი 22 წლის ბიჭი მუშაობს პირობითად რაღაც თბილისის მერიის ერთ-ერთ რაღაც განყოფილებაში, რაღაც თავარ სპეციალისტად და განყოფილების უფროსის მოადგილედ, ხო? აი ჩემ წარმოსახვაში წარმომედგენია როგორი ახტაცებით, მოწიწებით და ასე ვთქვათ, გულანთებით შეეგებებიან ეს მისი მეგობრები ამ ბავშვს, რომელიც ნუ სადღაც რაღაცა ეგრეთ წოდებულ თანამდებობაზე მუშაობს. 1 საათის შემდეგ შეიძლება მოვიდეს მეორე შვილი, რომელსაც აქვს, არ ვიცი, რაღაცა საკუთარი პატარა სტარტაპი. ხო. ეხლა ნუ ურთიერთობი და გაოდიდარე დაწუნებული ვარ ისიც დაიმსახურებს დადებით ემოციებს, მაგრამ ეხლა ეჭვების გულში დაწუნებული ფიქრებენ, ეს ეხლა რაღაცას მაიმუნებს. მაგრამ ამიტომ ეს ყველაფერი ესე ვერ მოხდება, ერთის ადამიანები შეიცვლება. ხო, ამიტომ უპირატესობა, წახალისება, აი ამას უნდა გქონდეს რა და ამ შემთხვევაში მივიღებთ უკვე სიტუაციას, როცა პრესტიჟულიც იქნება, დაფასებულიც იქნება, მშობლებსაც უფრო მეტად გაუხარდებათ, რომ საკუთარი შვილი წავა. მე მაგალითად ყავს ნათლული, რომელიც ძალიან ჭკვიანი გოგო იყო. სწავლობდა სამედიცინო ბიოლოგიის ესას მიმართულებით და პირველივე კურსის შემდეგ გამოვიდა, რომელიც ჩააბარა უმაღლეს ქულებზე. და სწავლობდა უმაღლეს შეფასებებით
დატოვა ეს უნივერსიტეტი პირველ მეორე კურსიდანვე და გააკეთა საკუთარი digital diary-ებს აკეთებს. Digital diary-ს, ანუ ეს პლატფორმა, სადაც ამას აკეთებს და მე ყიდის. მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და დედაზეც და მამაზეც ერთად აღებულზე უფრო მეტი შემოსავალი აქვს. იპოვა თავის თავი. ასე რომ ესეთი кейსები არის. თან ჩვენ არ უნდა დაგვაუწყოს რომ ეს გამბედაობა უნდა წავახალისოთ. გამბედაობა უნდა წავახალისოთ და ამასთან ერთად აი მასშტაბურობაც უფრო მეტად უნდა წავახალისოთ, იმიტომ რომ ანტრეპრენერობა დღეს საშუალებასაც იძლევა, ეს არის ის რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს იყოს არა მარტო ჩვენი ლოკალური მასშტაბისზე გათვლილი, არამედ იყოს მათ შორის მთელ მსოფლიოზე გათვლილი და ამის უნიკალური საშუალებები გვაქვს. დღეს ამას რა ჭირდება ინგლისური ენის ცოდნა და ელემენტარული ტექნოლოგიების და ჩათვალე რომ შენი ინფლუენსერული თუ ნებისმიერი სხვა გავლენა ან რაღაცა სერვისი რასაც აკეთებ ეს ერთშვენიერ დღეს გათვლილია არა 5 მილიონიან არამედ 500 მილიონიან აუდიტორიას. ძალიან საინტერესო თემები შევეხეთ პრინციპში ამის გაგრძელება არის შემდეგი კითხვა რაც მინდა რომ დავსვა. რა უნარიან ცოდნა არის აბსოლუტურად აუცილებელი ახალგაზრდა ანტრეპრენერებისთვის აი ახლა ამ წელს 20-25 წელს სადაც ყველაფერი იცვლება ხო შემოვიდა ხელოვნური ინტელექტი ცოტა ადრე შემოვიდა მაგრამ ახლა ძალიან გააქტიურდა ხო განვითარდა ხო მესმის ახლა ამ კითხვაში ისევ კულტურაზე და ისევ გარემოზე ვეღარ ვისაუბრებ იმიტომ რომ კონკრეტულად მეკითხები ხო ანუ უნარებზე ну რა თქმა უნდა ისევ და ისევ ციფრული ასე ვთქვათ დიჯიტალიზაცია და ნუ ციფრული უნარჩვევები ნებისმიერი ხა ეს არ არის აუცილებელი რომ მაინდა-მაინც პროგრამისტი იყოს და სხვათა შორის ეს ძალიან აშინებს ხო ციფრულობაზე რო ელაპარაკები ყველას გონია რომ მაინდა-მაინც პროგრამისტი უნდა იყოს და იქ რაღაცა ფორმულები და ეს აშინებთ და რაღაცა თითქოს დისტანცირდებიან ხოლმე ამისგან მაგრამ ნუ არა ახლა იქ ელემენტარული უნარჩვევებია საჭირო და ნუ მაინც ამას გამოვყოფთ პირველ რიგში და ნუ ზოგადად სტრატეგიულ და უფრო მასშტაბურ აზროვნებას სტრატეგია, მასშტაბური აზროვნება, ანტრეპრენერული აზროვნება მოდი ეს დავარქვათ, ხო? ანუ ეს ის უნარებია, რომელიც ნუ მათ გაცილებით მეტად აი მასშტაბურობაში დაეხმარება და დღეს კიდევ მეორებ რომ ანტრეპრენერობა პირველ რიგში ეს არის მასშტაბური და გლობალური მოვლენა და მესმის ამას ახლა ყველა ვერ შეძლებს სიმართლე რომ ვთქვათ, მაგრამ ნუ ვინც შეძლებს მისთვის ეს გლობალიზაცია ძალიან კარგი შესაძლებლობაა და ამიტომ დიჯიტალიზაციის და თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნის გარეშე ნაკლებად გამოვა. ეს ამბავი, ასე რომ თუ რომელიმე კონკრეტულ უნარჩვევას მეკითხებით, ალბათ პირველ ადგილას დავაყენებდი სწორედ აი ამ დიჯიტალს და ციფრულ და ტექნოლოგიურ იმართულებას და მეორე ხარეს დავაყენებდი ზოგადად უფრო სტრატეგიულ გახსნილ აზროვნებას მათ შორის აი ამ წარმატებული ადამიანების გამოცდილებაზე და მათ შეცდომებზე სწავლის უნარჩვევებს და ასე შემდეგ ეს ძალიან ეს არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ბიზნესის ელემენტარულ ეხლა ეს ბიზნესიც უნდა გვესმოდეს რომ არ არის აუცილებლად საჭირო რაღაცა ბუღალტერიის დეტალების ცოდნა და იქ რაღაცა მაინდა-მაინც Excel-ის რთული ფაილი არ ნიშნავს კარგ ბიზნესმენობას. ნუ ამას თავის კონკრეტული სპეციალისტები გააკეთებენ. შენთვის მთავარი, როდესაც ბიზნესში მიდიხარ და ამ შემთხვევაში ანტრეპრენერობაზე ვსაუბრობ. მთავარი მაინც არის აი ეს აზროვნება, ნუ როგორ აზროვნება, შენი ტვინი როგორ მუშაობს. ეს არის მთავარი. შენი ალღო და შენი შეუპოვრობა და თავდადება იმ საქმისადმი რაც გინდა რომ გააკეთო. აუცილებლად აი თავგანწირვით თავდადება აი ბოლომდე წველი სურვილი ძალიან რო გინდა რაღაც გაკეთება. შენი ეს აზროვნების ეს ალღო და ინტუიცია და სხარტი შემოქმედებითი ინოვაციური რაღაც აზრები, ესეთი ტიპის აზროვნების მოწყობა თუ გექნა, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ შეძლება ურთიერთობების დამყარებას ადამიანებთან და შეძლება ეს უნარი გექნება რომ შემოიკრიბო საინტერესო ადამიანები შენს გარშემო და მათთან ერთად ეს შენი იდეა განახორციელო, სულ არ ჭირდება ამას მერე არც Excel-ის მაინდა-მაინც ცოდნა და არც ბუღალტერიის და
არც სხვა რაიმე ტიპის სპეციფიკის ამ ბიზნეს მოდელში. სწორი გადაწყვეტილებები პრიორიტეტები. მოინახება ადგილი ჩვეულებრივად იმ სპეციალისტების, რომლებიც ამ საქმით დაკავდებიან, მაგრამ ანტრეპრენერები პირველ რიგში უნდა იყვნენ ავანგარდში. ეს ლიდერობის ამბავია. ანუ ანტრეპრენერი არის ლიდერი. ის თავისი ხედვით, აი ეს vision, ხო, ანუ vision, ანუ თავისი ხედვით, მასშტაბურობით, ლიდერობით, აი ამ გარისკვით, მაგრამ აქ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ რისკზე რო საუბრობთ, ეს რისკი ყოველთვის უნდა იყოს მოზომილი, გაზომილი რისკი უნდა იყოს, რაღაც უაზრო რისკებზე არ გვაქვს საუბარი და არც სხვებსაც გაუწევიათ, მინდა გითხრათ ცნობილ ანტრეპრენერებს უაზრო გაზომილი, გაანალიზებული, კი ბატონო. თუმცა ინტუიციაც თავის როლს თამაშობს. ინტუიცია თავის როლს თამაშობს, მაგრამ ეს ამ ინტუიციასაც ვერავინ გასწავლის რა. ვერცეთ უნივერსიტეტში ვერ ისწავლე ინტუიციას და აი ჩვენ როცა საუბრობთ იმაზე, გამოცდილებაზე, შეცდომებზე, მარცხზე და ასე შემდეგ, ჩემი ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, მესმის იქ გენეტიკურად და ზოგადად სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ხო ვიღაცას უფრო მეტად აქვს ინტუიცია გამართლებით ეს ნაკლებად, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გამოცდილებით მოდის. კი, ძალიან საინტერესოა გამოსდე კანემანის წიგნი არის, იფიქრე სწრაფად იფიქრე, იქ არის ერთი გამოყოფილი ძალიან საინტერესო თავი ექიმებზე და საუბრობს ასე, რომ გამოცდილი ექიმი, რომელსაც ბევრი პრაქტიკული შეხება აქვს თავის ასე ვთქვათ ავადმყოფებთან, მას ინტუიციის დონეზე შეუძლია უკვე მიხვდეს, მაგალითად რა პრობლემა შეიძლება, ანუ რა განვითარება შეიძლება ქონდეს რაღაც კონკრეტულ დაავადებას რა. იმიტომ რომ დად ხშირი შეხება, ანუ გამოცდილება, ხო, მათ შორის არის რაც ინტუიციისგან. ხო, რაც უფრო მეტად გააქვს გამოცდილება, მით უფრო მეტად გიძლიერდება ინტუიციაც, კი. იმიტომ რომ ესე პროფესიონალიზმი რა არის საბოლოო ჯამში ეს არის ხო. ახელოვნება ხდება. გამოცდილება და რაც სხვისთვის რაღაც ძალიან რთულია, რთულად ჩანს ამისთვის კი. იმიტომ არა რომ რაღაცა დავუშვათ სხვანაირად ვფიქრობ, ერთი ცნობილი ის არის კიდე ისტორია პიკასოს რო შეხვდა ერთ-ერთი ქალბატონი და რაც გამოიყენა შანსი და ეუბნება რომ აი რაღაცა პატარა დამიხატეთო რა და სახსრად გამოტანითა და ამ პიკასო მოუხაზა რაღაცა და აძლევს ესე და ეუბნება რომ არ ვიცი 100,000 ევრო რაღაცა დრას ვდანებთ რაღაც სამში რაღაც მოხატეთო და 100,000 ევროს თხოვთ და შეიძლება სხვა ციფრი იყო ნამდვილი ამბავია და ეს თქვენ გონიათო რომ ერთ წამში მოხაზეთო რა ეს რომ ერთ წამში დამეხატა რამდენი დრო დამჭირდა 5 წელები მუშაობია და ნუ ეს არის ამიტომ ხა ინტუიციასთან პირდაპირ კავშირში არის მაგრამ გამოცდილებასთან არის კავშირში ხო იგივე ხელოვნური ინტელექტიც მინდა რომ გკითხოთ რას ფიქრობთ ეს უფრო შესაძლებლობა არის თუ საფრთხე გამომდინარე იქიდან რომ ძალიან ბევრი პროფესიების ასე ვთქვათ გაქრობის საფრთხეებზე საუბრობენ დღეს ხელოვნური ინტელექტის შემოსვლის შემდეგ. მაინც საბოლოო ჯამში მესმის საფრთხეები, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც შესაძლებლობა მგონია. თულ არის ასე ვთქვათ, კი ბატონო, სწორი გამოყენების პირობებში. თუ სწორად გამოიყენებ, იმიტომ რომ ბოლომდე მაინც ვერ ჩაანაცვლებს. ანუ ბოლომდე ადამიანის რაც ადამიანს შეუძლია და ვერაზროს ვერ შეძლებს ხელოვნური ინტელექტი რა არის ეს შემოქმედებითობა, კრეატიულობა. ხო, ამას ვერ გაჩვენებს. ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია გადაამუშავოს და გიხარისხოს და გილაგოს. ამას სწორი გამოყენება ჭირდება, ხო? და ამიტომ ამას უნდა შევხედოთ რა თქმა უნდა როგორც შესაძლებლობას და როგორც გამოწვევას. არა როგორც საფრთხეს, არამედ როგორც გამოწვევას. იმიტომ რომ თუ ამას შეხედოთ როგორც გამოწვევას, მაშინ ჩავთვლით რომ რაღაც ერთგვარი კონკურენტიც არის ჩვენი. ადამიანების ზოგადად და ამიტომ როგორც ნებისმიერ სხვა კონკურენციაში ამ დროსაც საჭირო იქნება რომ ჩვენ უფრო მეტად განვითარდეთ, უფრო მეტად ვისწავლოთ, უფრო მეტად აუბათ თავითანამედროვე ტენდენციებს, რომ ამ ხელოვნურმა ინტელექტმა ხვალდაზე რაღაც არ ჩაგვანაცვლოს, ასე ვთქვათ. ამიტომ ესე ვიტყოდი, რომ ეს უფრო გამოწვევაა ვიდრე საფრთხე. ერთი მხრივ არის შესაძლებლობა რომ უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად ვაკეთოთ ჩვენი საქმეები, ჩვენს პროფესიებში და მიმდინარეობებში და მეორე მხრივ იყოს გამოწვევა, შევხედოთ მას როგორც კონკურენტს და ამისთვის უფრო მეტი ვიმუშაოთ და განვითარდეთ, რომ მან არ გაგვასწროს განვითარებაში. და კიდევ მესამე რომ უფრო მეტად დაუთმოთ დრო აი შემოქმედებით აზროვნებას და კრეატიულობას, იმიტომ რომ შემოქმედებით აზროვნებაში და კრეატიულობაში ხელოვნური ინტელექტის კონკურენცია ჩემი აზრით ნაკლებად მოსალოდნელია. ტექნიკურ საკითხებს უფრო მარტივად გვიგვარებს, ხო? მინდა გკითხოთ დროზე და ბალანსზე, ხო? ძალიან ცნობილი გამოწვევა გვაქვს.
ასე შესაძლებელია თუ არა პირად ცხოვრებას და მუშაობას შორის ბალანსის დაცვა, საერთოდ არსებობს ის რაღაც თუ მითია. სხვათა შორის აი ბოლო ედიტორიალი მაქვს ამ თემაზე. ესე ქვია ზუსტად, ანუ ბალანსი თუ ჰარმონია და ამ ედიტორიალის ინსპირაცია იყო Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის მიდგომა სწორედ, რომ მან რაღაცნაირად ეს პარადიგმა რაღაც შეცვალა, იმიტომ რომ ეს work-life balance, ესეთი ბალანსი, რაზეც შენ ისაუბრე, ხო, რომ ანუ ბალანსი ცხოვრებასა და მუშაობას შორის. და მას აქვს ესეთი თეორია, რომ მოდი არა ბალანსი, არამედ ჰარმონია ცხოვრებასა და მუშაობას შორის, ხო? ეს ნასნიშნავს, როდესაც შენ რაღაცა გამოყოფილი და მკვეთრად გამიჯნული დრო კი არ გაქვს, რომ დავუშვათ ამ საათიდან ამ საათამდე მუშაობ და მე ამ საათამდე ცხოვრობ. არამედ სულ ცხოვრობ და სულ მუშაობ. ხო, ახლა ეს მესმის შეიძლება ერთი შეხედვით ვიღაცისთვის ის იყოს შემაშინებელი, მაგრამ არა, სხვათა შორის ზუსტად ანტრეპრენერებისთვის ბევრად ანტრეპრენერებში ისედაც ასე ვართ, ხო? თუ ჩვენს ჩავთვლით, რა თქმა უნდა, ჩვენ თავს ანტრეპრენერთა რიგებში და ის ახლა მაინც ახლა Amazon-ის დამფუძნებელი და უამრავი თანამშრომელი მუშაობს და მაინც უფრო კორპორატიულ კულტურაში გულისხმობს ამას, მაგრამ ანტრეპრენერი ვფიქრობ ისედაც ეს ტიპია, რომელიც აი ამ ჰარმონიას ინარჩუნებს, იმიტომ რომ ადამიანი ბედნიერი უნდა იყოს სამსახურშიც და ბედნიერი უნდა იყოს პირად ცხოვრებაშიც, ხო და ეს ერთმანეთს კი არ უნდა გამორიცხავდეს, არამედ ერთმანეთს უნდა ავსებდეს. ეს მართლაც არ ნიშნავს იმას არანაირად, რომ შენ ახლა მუდმივად რაღაც საქმეებში ხარ და ჩართული და ცალკე დრო არ გაქვს პირად ცხოვრებისთვის, მაგრამ თუ ეს ჰარმონიულად არის აწყობილი, მაშინ ჩემთვის ეს ბევრად მისაღები მოდელია, მოკლედ პირადად ჩემთვის, ვიდრე იგივე ბალანსი. იმიტომ რომ ბალანსი არის, ოდესაც შენ მკვეთრად მიჯნავ რაღაცა მუშაობის და რაღაც დროებია განსაზღვრული, რაც იშვიათად რო რეალობაში შევასრულოთ, ხო? ჩემ შემთხვევაში გეუბნებით, რაღაც მე მესმის რომ ახლა რაღაც დროს შეიძლება უფრო მეტად ვისვენებ, ვიდრე მუშაობ, მაგრამ მაინც ყოველთვის მუშაობ და ყოველთვის ვისვენებ. ეს რაღაცნაირად ერთმანეთთან გადაჭაჭვული ამბავია და მინდა გითხრათ, რომ დასვენების დროს რაც შეიძლება იყოს, არ ვიცი, მთაში ფეხით სიარული, ან ცურვა, ან არ ვიცი, ნებისმიერი სხვა ისეთი განტვირთვის საშუალება, ან სპორტული აქტივობა, რასაც დასვენება შეიძლება უწოდოთ, დასვენების დროს არა თუ არანაკლები, არამედ ბევრად საინტერესო და ძლიერი იდეები მოусვლია, ვიდრე მუშაობის დროს. ამიტომ ჩემთვის ვერ იქნება ეს ერთმანეთისგან გამიჯნული ამბავი. გიორგი, რო შევაჯამოთ ჩვენს საუბარი. თქვენ რჩევა ახალგაზრდა ადამიანებს, ანტრეპრენერებს და მათ შორის ამ თემებით დაინტერესებულ ადამიანებს, რომელიც ეხა ფიქრობენ, დაიწყონ თუ არა თავისი საქმე. რითი უნდა დაიწყონ საქმე და როგორ? ეს ისეთი რთული კითხვაა. ჩამჭრელი კითხვა. ხო, მე გავიხსენო, მინდა მაშინ ჩემი ესეთი ჰქონდა რაღაც გასვლა იყო, რამდენიმე ადამიანი ვიყავით საქართველოსდან სტოკჰოლმში. შვედეთში. და ნუ იქ ძალიან განვითარებულია მოგახსენებათ ეს სტარტაპ ეკოსისტემა ზოგადად და ნუ ეს ახლა Volvo-ს ქვეყანა, IKEA-ს ქვეყანა და არაერთი სხვა ცნობილი ბრენდის და იქ ძალიან ესეთი მაღალ დონეზეა სხვათა შორის აყვანილი, აი როგორც გვაქვს ეს აწარმოე საქართველოში დაახლოებით ამ ტიპის სტრუქტურებია. ოღონდ იქ გაცილებით მეტი აქცენტი კეთდება აი ამ განათლებაზე სწორედ დახმარებაზე, როგორ დაიწყო ბიზნესი და მათ შორის ბიზნეს გეგმების მომზადება და გაცილებით ხელმისაწვდომია ფინანსებიც მათ შორის. მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ უფრო მეტად რატო გავიხსენე ეს ამბავი, რომ იქ გითხრას, რომ აი უნივერსიტეტში მაგალითად აი 5 წლის წინო 10 წლის წინ რო შესულიყავითო და გეკითხათ, აი რამდენი აპირებს საკუთარი ბიზნესის დაწყებას. ნუ დაახლოებით პროცენტულად სადღაც 20-25% გეტყოდათ, რომ კი ჩვენ ვაპირებთ ბიზნესის დაწყებას. დანარჩენი 80%, 75% გეტყოდათ, რომ არა, ჩვენ მივდივართ IKEA-ში სამუშაოდ, Volvo-ში სამუშაოდ, ასე შემდეგ. დღესო და ეს ხდება სადღაც 5 წლის წინ და დღეს კიდევ უფრო მაღალი იქნება. 95% სტუდენტის გეუბნებათ, რომ მე ვიწყებ ჩემს საქმეს. არ მივდივარ სამუშაოდ სხვა კომპანიაში. ასე რომ აი იმ ისეთ ქვეყანასაც კი როგორც იყო შვედეთი, მაინც დაჭირდა გარკვეული დრო, რომ ამ ეტაპამდე მისულიყო. კიდევ მეორებ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ცუდია სადღაც მუშაობაში. მე მაინც ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე უფრო მეტად ურჩევდი, რომ მოდი ჯერ მაინც დაიწყო მუშაობით. გამოცდილება დააგროვა. გამოცდილება დააგროვა, უნდა შეიძლება გაგრძელდეს 1 წელი, 2 წელი.
და თუ მაინდა-მაინც რაღაცა პარალელურად უფრო სწრაფად გაუჩნდებათ ახალი იდეები, ჯერ ეგერთი ამ მუშაობის პარალელურადაც შეგიძლია ეს დაიწყო და ისე რომ იმ მუშაობას არაფერი დააკლო. ნუ მეორე ყოველთვის შეგიძლია წამოხვიდე და გააგრძელო შენი საქმიანობა უკვე დამოუკიდებლად. ასე რომ მე რასაც ვურჩევდი, აქ ახლა ასეთი ფორმულა ამისი რომ როგორ გავაკეთოთ წარმატებული ბიზნესი, ესე არ არსებობს და მე თუნდაც ერთ პოდკასტში ვერ ჩავტევთ, მაგრამ აი ურჩევდი ისევ იმას, ფიქრი და ფიქრი. ანუ ფიქრი იმაზე რა გავაკეთო. და რა პრობლემა გადაუჭრა შევთავაზო ზუსტად აი პრობლემა და პრობლემები არის ჩვენ გარშემო უამრავი. ეხლა აქედან რომ გავალთ, არ ვიცი და მე რო ტაქსის გამოვიძახებ, აი იმ პროცესშიც უამრავი პრობლემა გაჩნდება, ხო? და ამიტომ ამას უნდა უყუროთ ყოველთვის როგორც შესაძლებლობას. და ეს არის ანტრეპრენერული ხედვა, ხო? ანუ ყველა სხვები თუ ამას პრობლემად დაგვიქვამენ, ჩვენთვის ანტრეპრენერული არის შესაძლებლობა. და სხვათა შორის ძალიან ბევრი кейსი, რაც დღეს ვიცით, ცნობილ სოფლიოში ცნობილ ანტრეპრენერებს, რაც დაუფუძნებიათ ახალი კომპანიები, ძალიან ხშირად ყოფილა, რომ მათ პირადი არასასიამოვნო გამოცდილება მიუღიათ სადღაც ყოფით დონეზე. მაგალითად რიჩარდ ბრენსონი, ვირჯინის დამფუძნებელი, ძალიან მაგარი ისტორია, როდესაც თვითონ მიფრინავდა ერთ-ერთ ქვეყანაში და ნუ არ ვიცი რა ძალიან უხარისხო სერვისი მიიღო ამ ავია კომპანიით, არ ვიცი დააგვიანდა თუ დაარჩა თუ ასე შემდეგ. და აი იმ გზავრობის დროს მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეფიძნოთ დღემდე ძალიან ცნობილი ვირჯინ ატლანტიკი. აი სწორედ მაშინ, როდესაც თავად ვერ მიიღო ის დამაკმაყოფილებელი სერვისი, მომსახურება, რაც სჭირდებოდა, მიხვდა, რომ მას გაცილებით მეტად უკეთ შეეძლო ამის გაკეთება, ადგა და გააკეთა. ხო და ამიტომ ესეთი ჩვენ გარშემო კიდევ უფრო მეტი და მეტია, ხო? და კიდევ ერთი თემა, რომ არ იფიქრონ მათ, რომ ამ ბიზნესს სჭირდება რაღაცა უზარმაზარი ინვესტიცია და იმიტომ ხა შენ თუ ამას შეეგუები, რომ ხა პირობითად მინიმუმ $100,000 თუ არ გაქვს, ვერაფერს ვერ იწყებ, ხა ეს $100,000 სამწუხაროდ შეიძლება ძალიან ბევრი წელი ვერ გქონდეს. ვერც დანაზოგის სახით, ვერც სესხის სახით, ვერც იაფის სესხის სახით, ვერც კრედიტის სახით და ასე შემდეგ. და დღევანდელი თანამედროვე, ესე ვთქვათ, განსაკუთრებით ციფრული სამყარო და არ მხოლოდ ციფრული სამყარო, მათ შორის მომსახურების სფერო იძლევა იმის საშუალებას, რომ უამრავი რაღაცა წამოწყება გააკეთო მომსახურების სფეროსაც, არ უნდა განსაკუთრებული ინვესტიციები და რაღაც ოფისების შეძენა და რაღაცა მანქანადანადგარების შეძენა და ასე შემდეგ. არა. დღეს ელემენტარული რაღაც სერვისის პატარა მცირე რგოლი თუ მოიფიქრე მომსახურების სფეროში, იმ ნუ მაქსიმუმ არ ვიცი რაღაც დაგჭირდეს რაღაცა აპლიკაციის შექმნა ყველაზე მაქსიმუმს ვამბობ, ხო? შეიძლება ესეც რთული იყოს ვიღაცისთვის თავის რაღაც ეტაპზე და ასე რომ აი ძალიან ბევრი შესაძლებლობებია. ანუ მთავარი არის დაკვირვება, ფიქრი, სულ მუდმივად საქმის ყურში ყოფნა, რა ხდება მსოფლიოში, ცივილიზებულ ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებში, ანუ ამ ინფორმაციის მიღება მუდმივად, მიუხედავად იმისა, სასწავლობ, რა სწავლობ, არა ნეტვორკ კლევას ატარებ. სულ უნდა იყო ინფორმირებული, სულ უნდა იფიქრო, სულ უნდა იმუშაო შენ თავზე, ნუ პირველ რიგში мотиваციურად უნდა იმუშაო და არწმუნო შენი თავი, რომ შენ ეს შეგიძლია და დღეს იქნება თუ არ იქნება რაღაც მაგარს გააკეთებ. ეს ცოდნები სულ დაიგროვო. კიდევ მეორე მიუხედავად იმისა, სასწავლობ, იმიტომ რომ დღეს ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია არსებობს. უყურო გარშემო რა ხდება და ამ პრობლემებს გვერდზე კი არ ჩაუვარო ესე უყურადღებოთ და ინფანტილურად, არამედ პირიქით დააკვირდე და სადღაც აღმოაჩენ რაღაც ისეთ რგოლს, რაშიც შენ თავს დაინახავ. და თუ ბიზნეს და საზოგადოებას შესთავაზებს მე ამ რგოლის გამოსწორების რაღაც გზას, რატომაც არა. ეხლა ძალიან ბევრი, სხვადასხვა ერთი ის არის, ჩვენს გვაქვს ეს სტატია სხვადასხვა ანტრეპრენერზე 100 ბიზნესი, რომლის დაწყებაც $100 ნაკლები თანხით შეგიძლიათ. ახლა მესმის ახლა ეს ვერ იქნება რაღაცა განსაკუთრებული დიდი ბიზნესები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაწყება შეიძლება და ეს შეიძლება იყოს სწორედ მათთვის რაღაცა გამოცდილების დაგროვების გზა და მე ღმერთმა ყველას გაუმარჯოს და მე ამ გამოცდილების შედეგად შეიძლება ეს ბიზნესებიც მილიონიან ბიზნესებად გადაიქცნენ და თუ ეს არა და ნუ ეს გამოცდილება მე სხვა გაცილებით დიდ ბიზნესში შეიძლება გამოადგეთ. ასე რომ ფიქრი დაკვირვება, ანუ ეს ვარჯიშია. ხო, ანუ ახლა ჩვენ არ უნდა დაგვეზაროს ვარჯიში, ხო, ანუ ჩვენ არ უნდა დაგვეზაროს გონების ვარჯიში. ახლა პირობითად არ ვიცი დღეში შეიძლება 7-8 ბიზნეს იდეაზე ვიფიქრო. აქედან შეიძლება საერთოდ არაფერი არ გავაკეთო, მაგრამ ვიფიქრებ და ვივარჯიშებ. ახლა მე შეიძლება ამის უფლება დღეს არ მაქვს, მაგრამ ახალგაზრდებს ხო აქვთ.
და იფიქრონ რომ სხვას რასაკეთებენ. ხო და ამიტომ ივარჯიშონ, აი ამას ვარჯიში, აი გონების ვარჯიში არა იქნებოდა ჩემი რჩევა, ფიქრი გონების ვარჯიში და საკუთარი შესაძლებლობებისში დარწმუნება, რა, დარწმუნება იმაში, რომ მათ შეუძლიათ სწორ ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი დადგება, რომ საქართველოს მაინც არის ის ქვეყანა, სადაც ჩვენ არ გვაქვს პრობლემა რაღაცა შემოქმედებითობის, ნიჭიერი ადამიანების, რაღაცა პროგრესზე ორიენტირებული ადამიანების, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანის და ამიტომ სხვათა შორის კიდევ ერთი რამე უნდა ვთქვა, რომ ეს ანტრეპრენერობა არ არის მარტო ახალგაზრდების საქმე. ეს მითია ერთ-ერთი სხვათა შორის, რომ ანტრეპრენერი უნდა იყოს მაინც 16 წლის ენერგია აქვს და ამიტომ გარისკვის მეტი შანსი. ნებისმიერი რაღაც 50 წლის და 60 წლის ასაკშიც კი შეიძლება ისეთ საინტერესო ბიზნესი დაიწყო, რომ გაცილებით ბევრ ახალგაზრდაზე ინოვაციური იყოს. ასე რომ ფიქრი და დაუზარელობა რა, აი ეს და რაღაცა მაინც შეგუება იმ გარემოებისადმი, რომ მოგიწევს ბევრი მუშაობა, ეს მარტივი არ იქნება და არავის აი თქვენ რომ კითხეთ ამ ახალგაზრდების დამოკიდებულებაზე, ნუ ეს რაც არ მომწონს მართლაც ეს არის, რაღაც მარტივად თუ თითქოს უფრო მარტივად უნდათ მათ რაღაცის მიღწევა. შეიძლება ამაში ცუდი არაფერი არ იყოს, იმიტომ რომ ეს სიმარტივე სამაგეროდ უფრო მეტად გაქანებას და უფრო მეტ შემოქმედებითობას შეიძლება მოუტანს მათ, მაგრამ ну, მაინც საბოლოო ჯამში დიდი საქმეები სერიოზული ძალისხმევის გარეშე არ ხდება, ასე რომ ეს უნდა იცოდნენ მათ და არ უნდა დაეზაროთ ფიქრი გონების ვარჯიში და ასეთი დაცთავარია მწველი სურვილი უნდა გქონდეთ რომ რაღაც გააკეთონ კარგი და ეს პრობლემა გადაჭრან და ფულიც იშოვო, კარგათაც იცხოვრონ და ქვეყანასაც გამოადგნენ. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა. მადლობა ჯიპას. ჩვენ კი ამით დავასრულეთ გემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, გამოგვყევით Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. ნახვამდის.